მოგესალმებით. მე გახლავთ ელისო კუპრაიშვილი, ელმოს კლუბის მენეჯერი. ელმოს კლუბი გახლავთ ქართულ-კანადური სტუდია ბაღი. ჩვენი ინიციატივით და ასევე ქალბატონი თამარის ჩართულობით მოხდა დღევანდელი დღის დაგეგმვა, რომ საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს, ყოველდღიურობაში ცნობიერება ამაღლდეს და საზოგადოებას ჰქონდეს, რომ უფრო მეტი ნათელი კეთილი მომავალი შექმნას და ყოველდღიურობაში უფრო გაგვემართებდეს ყოველდღიურობა ოჯახებში, შვილებთან ურთიერთობაში, ერთმანეთთან ურთიერთობაში და ასე შემდეგ. ჩემს ბაღზე რომ არ ვისაუბრებ ძალიან ბევრი დაუსრულებელია ჩვენთან მიმართებაში ვისაუბრებ ჩვენი ბაღი ფუნქციონირებს უკვე 10 წელია, მაგრამ ძალიან ხშირად გვეუბნებიან რომ ჩვენ შესახებ ინფორმაციას არ დობენ, არ იციან, არ ვიცნობენ. გვაქვს ძალიან საინტერესო, უნიკალური, მე ვფიქრობ, სტუდენტები, უშუალოდ მიდგომები, რომლებსაც ასევე სჭირდება რასაკვირველია საზოგადოებისთვის ინფორმაციის გავრცელება და უფრო ჯანსაღად საზოგადოებამდე ამ ინფორმაციის მიტანა. ამიტომ დაიგეგმა დღევანდელი დღე, რომ ეს ინფორმაცია თქვენ გადმოგეცეთ, უფრო მეტი საშუალება მოგეცეთ, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოთ, თქვენი შეკითხვები დასვათ და ვფიქრობ თითოეულ ჩვენგანს დაეხმარება ასევე ჩვენს და თქვენს და ასევე ისიამოვნებთ არაჩვეულებრივი ლექცია სემინარით, რომელიც დღეს შედგება. 1-2 სიტყვით ჩვენი პროგრამული მიმართულებით პროგრამულ მიმართულებაზე მისის ნონა ისაუბრებს. მე ვფიქრობ, რომ ესე ჩვენი გარკვეული ნიშა არის ჩვენთან ბაღში მასწავლებლებს მისის და მის მოიხსენიებენ, ამიტომ არ გაგიკვირდეთ ეს ჩემი მიმართვა. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. მოგესალმებით. მე გახლავთ ნონა მოლეშვილი, ელმოს კლუბის მეთოდისტი. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ბაღი დაარსების დღიდან ყოველთვის ზრუნავს ხარისხიანი და მრავალფეროვანი განათლების მიწოდებაზე ბავშვებისთვის. ამიტომ არ არის ეს თქვენთვის ნაცნობი შეიძლება არ არის, რომ მისის ნათია ჩვენი დამფუძნებელი, ნათია კაიკაციშვილი ქალბატონი, ნათია არის ჩვენი ბაღის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი პროგრამის, ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა არის Jimbore Play and Music. საერთაშორისო ტრენერი არის მისის ნათია ამ პროგრამის და სწორედ მისი ინიციატივით და მისი დატრენინგებული კადრებით ფუნქციონირებს ელმოს კლუბი. უნდა აღვნიშნო ასევე, რომ მისის ნათია ჩამოდის ამ ზაფხულს ბათუმში და ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ტრენინგები საბავშვო ბაღებისთვის, რათა მოხდეს ამ პროგრამების გავრცელება უფრო ფართო საზოგადოებისთვის. მადლობა. მოგესალმებით, მე გახლავთ ელმოს კლუბის დირექტორი თამარ რუსიძე, ნათია კაიკაციშვილის დედა. ნათია სამწუხაროდ აქ არ არის, ახლა კანადაში ცხოვრობს ოჯახით, ამიტომ მემაბარია, ასე ვთქვათ, მე ნონას და მისის ელისოს და მისის ნონას, ჩვენ გვაბარია ელმოს კლუბი და ძალიან სასიამოვნოა რომ დღეს შევიკრიბეთ. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. რომ გამოიჩინეთ ინიციატივა და მოხვედით. მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო შეხვედრა იქნება ქალბატონ თამართან ერთად და დიდი მადლობა ისევ და ისევ ამ შეხვედრისთვის. მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა რომ შაბათი დღე დასვენების დღე გამოყავით. ძვირფასი დრო თქვენი. ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია, ყოველთვის მიხარია ბათუმში შეხვედრა სხვადასხვა ჯგუფებთან, სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანებთან და ეხაც დიდი სიხარულია ჩემთვის თქვენთან ამ მომავალი 1-2 საათის გატარება. ჩვენ ესე ვიმუშავებთ ალბათ. ჯერ იქნება ჩემი პრეზენტაცია, მე ვისაუბრებ ადრეულ განათლებაზე, განვითარებაზე და ადრეულ ინტერვენციაზე, რას რა მნიშვნელობა აქვს და თვითონ ფაქტებს კი არა აქვს ჩემთვის ახლა მნიშვნელობა. ეს პრეზენტაცია ეხება არა ცოდნას, არამედ დამოკიდებულებას, ანუ განწყობას და ფილოსოფიას, როგორ ვუყურებთ ჩვენ ბავშვს, როგორ უნდა ვუყუროთ ჩვენ ბავშვს მით უმეტეს 21 საუკუნეში. და მინდა გითხრათ, რომ იმის გამო, რომ გარემო ძალიან შეიცვალა, ჩვენ ამას ვერც გვგრძნობთ
და ეს გარემო ძალიან მტრულია ბავშვის ტვინის და ჩვენი ტვინის მიმართაც, მინდა გითხრათ, მტრულია. პირდაპირ ამას არ მოვერიდები ამ სიტყვას. და ეს პრეზენტაცია ჩემი სწორედ იქითკენ არის მოწოდებული, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის ადრეულ ასაკში, ადრეულ განვითარებაში, რას უნდა შევუწყოთ ხელი და როგორ უნდა შევუწყოთ ხელი მშობლებმაც და აღზრდებლებმაც და რას ნიშნავს ადრეული განათლება და რატო არის მნიშვნელოვანი ადრეულ განათლებასთან ერთად ადრეული ჩარევა, რომელიც საბავშვო ბაღში ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ცალკე. ეხლა მე სამედიცინო მოდელის წარმომადგენელი ვარ რეალურად, მაგრამ ვაღიარებ ამას, რომ ცენტრში მიღებული სერვისები ბევრად ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე საბავშვო ბაღში მიღებული სერვისი ბევრი მიზეზის გამო. და აი უკვე ზუსტად 21 საუკუნეში დადგა ის დრო, როცა უნდა მოხდეს აი ამ სხვადასხვა მიდგომების ინტეგრირება და აი ამაზე მინდა ჩვენ ვისაუბროთ დღეს. და მეორე ნახევარი მიეძღვნება უკვე კითხვა-პასუხს, თქვენ თავისუფალი ხართ თქვენ კითხვა-შეკითხვებში, ნებისმიერი თქვენი ასე ვთქვათ შეკითხვა, თუ მეწოდინება პასუხი, დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ. ეხლა უკვე თავისთავად როცა ჩვენ საუბრობთ ადრეულ განათლებაზე, ჯერ უბრალოდ მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრათ, როგორ ვუყურებთ ჩვენ ნეიროფსიქოლოგები განვითარებას. ეს არ არის ფიზიკური და მექანიკური მომატება, დავუშვათ ყველაფრის ტვინის, მოძრაობის, აზროვნების, ეს არის თვისებრივი ცვლილება რეალურად. უწყვეტი პროცესია, რომელშიც ბიოლოგიურიც არის, ფსიქოლოგიურიც და ემოციური ცვლილებებიც, რომელიც უწყვეტად მიმდინარეობს. ოღონდ თავარი გამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვი აი ამ პაკეტით იბადება ამ პაკეტით და აქ ეს მოცემულობა, მაგრამ ეს პაკეტი უნდა გაიხსნას. ეს პაკეტი უნდა გაიხსნას და ამუშავდეს. თავისით ეს არ გამოვა, არანაირად. ანუ ბავშვი თავისით აი ზოგიერთ მშობელი მეუბნება ხოლმე, აი ხეხო იზრდება რა გინდაო, ბავშვიც ეგრე გაიზრდებაო. ანუ კი, ეგრე გაიზრდება, მაგრამ განვითარება ბავშვის გულისხმობს არა მარტო ნერვული სისტემის მომწიფებას და გენეტიკურად განპირობებული ამ პაკეტის ქონას, ასევე გულისხმობს იმას, რომ ზემოქმედება უნდა მოხდეს აი ამ პაკეტზე, რაც ბავშვთან აქვს დაბადებიდან. თუ არ მოხდა ზემოქმედება, ტვინი არ ჩაირთვება ხალხო. ესეა მოწყობილი. ანუ ეს ჩემი სიტყვები არ არის, აი შეგიძლიათ YouTube-ზე შეხვიდეთ და ნახოთ ახალდაბადებულის ტვინი სიჩუმეში როა და არავინ გარშემო რო არ არის და დედასთან რო არ აწვენენ რა მოსდის და ისეთი ახალშობილის ტვინს რა მოსდის, რომელსაც ესე დედას გულზე დააწვენენ და გარშემო ხმები ესმის და ასე შემდეგ. ის თანდაყოლილი წრეები არ მუშავდება და ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, ამას დეპრივაციას ეძახიან ფსიქოლოგიაში, რომ დეპრივირებული, ანუ გარშემო როცა არაფერი არ არის ტვინი, ვერ სწავლობს. რატო? ვერ ფორმირდება ის თანდაყოლილი, რაც უწერია იმას, რომ აი ეს უნდა მოხდეს გენეტიკურად, ის არ ვითარდება უბრალოდ და ამის ძალიან კაი მაგალითი არის მაუგლი. მაუგლი იყო ძალიან კაი ბიჭი, არაფერი პრობლემა არ ქონდა, მშვენიერი ტვინი ქონდა, მშვენიერი ფიზიკურად განვითარებული იყო, ერთი უბედურება ჭირდა რომ მოხდა ცხოველებში, ადამიანების მაგივრად და სადაც მოხდა, იმისი ტვინი იმას შეეგუა, იმაზე აეწყო. აი ეს არის მთავარი, რაც მშობლებსაც და მასწავლებლებსაც უნდა გვახსოვდეს. და გარდა ამისა არის მეორე მთავარი მომენტი, ეს უწყვეტი განვითარება, ესეთი ერთნაირი არ არის. ეხლა ყველა მიცის, ვისაც ბავშვებთან აქვს საქმე, რომ არსებობს რაღაცა პერიოდები, როცა ბავშვი უკეთესად რაღაცებს სწავლობს. 6 წლის ბავშვს თქვენ მეტყველებას ვერ ასწავლით ესე. როგორც 2 წლისას, მაგალითად, ეს იცის ყველა.
სიარულს 7 წლის ბავშვი უფრო ძნელად ისწავლის, ვიდრე 1 წლის ბავშვი. ანუ არსებობს ეგრეთ წოდებული კრიტიკული და სენზიტიური პერიოდები. როდესაც მომწიფების დროს ნერვული სისტემა მომწიფდა გენეტიკურად, როგორც ნევროლოგები იტყვიან სიტყვაზე პირამიდული გზა განვითარდა, ბავშვი დადგა და გაიარა. სადღაც 1 წლიდან წლის და 3 თვემდე. აი ეს არის ის ფანჯარა მოტორული განვითარების. ამ პერიოდშივე დაიწყო თითო სიტყვის თქმა. ესეც არის ფანჯარა და სადღაც ეს ფანჯარა მეტყველების განვითარების და ერის 2 წლინახევრამდე მაქსიმუმ 3 წლამდე გრძელდება. მერე უკვე ძალიან რთულია და დიდი ჭიდაობა გვჭირდება, რომ ბავშვი რაღაცნაირად რატო არის ეს რთული? იმიტომ რომ ეს კრიტიკული პერიოდი ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ტვინის ის ნაწილები და სისტემები არის მზად, რომ მიიღოს შესაბამისი სტიმულები და გამღიზია ფანჯარა აქვს, ოღონდ სპეციფიკური. ამ შემთხვევაში ადამიანური ენის სპეციფიკური სტიმულები, იმიტომ რომ სხვა სტიმულებიც არსებობს. და თავარი, რაც ხშირად არ ესმის ჩვენ საზოგადოებას, არის ის, რომ ეს სპეციფიკური სტიმული უნდა იყოს ბუნებრივი. ანუ гаджеტიდან და ტელეფონიდან და iPad-დან მიღებული ენობრივი ინფორმაციას ტვინი ესე ვერ აღიქვამს. მარცხენა ჰემისფერო არის აბსოლუტურად უტყვი ამ სტიმულების მიმართ. ცოცხალ ენას და მშობლიურ ენას აქვს მნიშვნელობა და მე არა ვარ მომხრე, რომ უცხო ენაზე პატარა ბავშვებმა დაიწყოს სწავლება. უნდა ისწავლონ თავის ენაზე და კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს თავის ენაზე. შესაბამისად, აი ეს კრიტიკული პერიოდი ქმნის სწორედ აი ამ ნეიროპლასტიურობის ფენომენს. დღეს ძალიან მოდაშია საუბარი ნეიროპლასტიურობაზე, ანუ რაზე? ეს არის ტვინის უნარი შეიცვალოს. ჩვენი ტვინი მუდმივად იცვლება. მუდმივად, როცა ჩვენ ვადაპტირდებით გარემოსადმი, ან როცა გარემოს ვირგებთ ჩვენზე, ტვინი უკვე სხვა არის. და აი დაბადებიდან აი ხანდახან მშობლები ამბობენ, რომ აი ნუ რა, ჩვილი უნდა მოუარო, ხო, დრო ეგიცის კარგად მშობელმა, რომ ჩვილს უნდა მოუაროს კარგად. დროზე აჭამოს, დროზე გამოუცვალოს, ცხრილებსაც კი ადგენენ ყურადღებიანი დედები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. იმიტომ რომ ბავშვი ვერ ლაპარაკობს და თითქოს ვერც გრძნობს, განცდა გაქვს იმისი, რომ ნუ ჯერ არ არის ადამიანი. ადამიანი ბავშვი არის მუცლად ყოფნის დროსაც, მინდა გითხრათ. და ძალიან ბევრი კვლევა არსებობს ამისი, რომ არის ადამიანი. და ძალიან კარგად იგებს მუცლად ყოფნის დროს დედის მდგომარეობას და ბევრი კვლევაა და ბევრ მშობელსაც უთქვია ჩემთვის აი ესე პოსტფაქტუმ რეფლექსიურად, რომ მუცლად ყოფნის დროს ბავშვის როცა ბავშვი ურსულად იყო ამ ბავშვზე და ქონდა სტრესი, ძიმე ემოციური გამოცდილება და ქონდა მაღალი შფოთვა, ბავშვსაც შესაბამისად, იმიტომ რომ ესევე ქვია ამას, გაზიარებული შფოთვა, გაზიარებული. ანუ ჩვენ რო დედას ვეუბნებით, რომ დამამშვიდებელი დალიეთ თქვენ და თქვენ რო დაგეძინებათ ბავშვს დაეძინება, დედას არ ჯერა. და ეს არის რეალობა. დედას თუ აქვს მაღალი შფოთვა, ბავშვსაც აქვს აუცილებლად შფოთვა. იმიტომ რომ დედა არის ბავშვისთვის ობიექტი. მამა სუბიექტია, მამა კიდე სხვა ფენომენია ბავშვის ცხოვრებაში. ამიტომ როცა ჩვენ საუბრობთ აი ამ ნეიროპლასტიურობაზე, ეს არის ტვინის უნარი შეიცვალოს და შესაბამისად სწავლება ეს არ არის მექანიკურად რაღაცების დახსოვება მარტო. როგორც ჩვენი განათლების სისტემას მიაჩნია, რომ ჩვენ ესე ვამეცადინებთ ბავშვებს. ეს არის ტვინის ცვლილება. და რაც უფრო მეტი კავშირია ამ ტვინში ჩამოყალიბებული, მით უფრო ყველანაირ სიტუაციას ერგება ეს ადამიანი. ყოველ წამში პატარა ბავშვის შემთხვევაში იქნება მილიონზე მეტი ახალი ნერვული კავშირი. აი წარმოგიდგენიათ ეს, თქვენ ვერც წარმოიდგენ ამას. იქიდან ნახევარი იშლება. რატო? კავშირი რო გამაგდეს, ჭირდება ბევრი გამეორება. ანუ გავარჯიშება.
რაც სასარგებლოა აუცილებელია და მეორდება ის მაგრდება, რაც არა ის იყრება. და შესაბამისად, რაც უფრო ვარჯიშდება რაღაცეები, ის სისტემები ყალიბდება. ეს ამდენი რატო ვილაპარაკე ამაზე? იმიტომ ვილაპარაკე, რომ აი ეს განვითარება ბავშვის არის მთავარი ქვაკუთხედი მერე ჩვენ როგორ მივუდგებით აი ამ რეალობას. ეს არის რეალობა, რომელსაც ჩვენ ვერ გადავახტებით, ვერ შევცვლით ჩვენ იმას, რომ ბავშვი კი იბადება გენეტიკური რაღაცეებით, მაგრამ ტვინზე ზემოქმედება თუ არ მოხდა კულტურული, ენობრივი და საგნობრივი მოქმედებითი ის ტვინის, ის სისტემები გენეტიკურად მოცემული არ ჩაირთვება და დღეს ჩვენ ვხედავთ სურათს ვხედავთ დღეს, როდესაც მატულობს ამდენი ADHD ბუნებაში ხო არ შეიძლება იყოს. ეს არის ტყუილია ეს. რატოა ტყუილი? იმიტომ რომ უყურადღებო ბავშვი და გეგმა რო არ აქვს და ჰიპერაქტიული ბავშვი შეიძლება იყოს უბრალოდ დამცავი მექანიზმი შფოთვის გამო და ჩვენ ვიცით ბევრი ეგეთი შემთხვევა. შფოთვის გამო შეიძლება იყოს უყურადღებო და ჰიპერაქტიული. წარმოგიდგენიათ ეგა? ეს ერთი და მეორე იმიტომ, რომ დედა ფეხი მომეცი ჩამაცვი, დედა პირში ჩამიდე, რა ქვიან, საჭმელი 7 წლის და 6 წლის ასაკში და ამიტომ საგნობრივი მოქმედება არ აქვს და იმიტომ კიდე რომ მთელი დღე ესე უყურებს ეკრანს. აი ამბების გამო ამზე მოქმედებების გამო ტვინი იცვლება. ეს ჩემი სიტყვები კი არ არის. შედით YouTube-ზე და ნახეთ უამრავი კვლევაა უკვე დაყრილი. 10 წლის წინ რომ ვიძახდე ამას, იძახდე რომ გაგოშიძე არის კომპიუტერების მტერი. არა ვარ კომპიუტერების მტერი და ამიტომ ვიძახით ჩვენ რომ 3 წლამდე ბავშვს არ უნდა კონდეს შეხება არანაირი. რატო? იმიტომ კი არა რომ ბოროტები ვართ. იმიტომ რომ აი ეს კანონზომიერება ტვინის განვითარების კანონზომიერება არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს ბუნებრივი განვითარება რეალიზდეს, არ რეალიზდება და ჩვენ დღეს ვხედავთ, რასაც ვხედავთ, 30% ბავშვების ვერ ლაპარაკობს, რატო უნდა ვერ ლაპარაკობდეს? ეს მარტო აქ კი არა, მთელ მსოფლიოში ეგრეა. ამერიკის პედიატრთა ასოციაციას შემოკრულია გზარები რა. აკრძალეს, ასექნეს, ისექნეს, არის ერთი ამბავი, 30% მისული შესაფასებლად ბავშვების ხმას ვერ იღებს. ეხლა ყველას აუტიზმი ხო არ აქვს და ყველას მეტყველების შეფერხება, ხო? გამორიცხულია ეგა. ეს ერთი და მეორე, მატულობს აი ამ ჰიპერაქტიურობის, მოუსვენრობის და აი ეს კიდე მეორე კატეგორია, ხო? ხო და ეს არის რეალობა. რატო არის ეს? იმიტომ რომ ჩვენ არ მივყვებით განვითარების რეალობას. არ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ძალიან შეიცვალა ჩვენი რეალობა. ვიღაცები იძახიან, რომ რა გინდათ ჩვენ ეგრე არ ვიზრდებოდით. ჩემ დროს იყო ერთი შავ-თეთრი ტელევიზორი, თუ საუკეთესო შემთხვევაში ფერადი და მთელი დღე ვეყარეთ ეზოში, კაცო. ხან ტალახში ვგორაობდით და ხან ხეზე ავდიოდით და რა ვიცი, რეებს არ შვებოდით. ეხანდელი ბავშვი შვება მაგას, თუ იზავს და დედა გადაირება იმითი ნერვიულობით. და შენ თუ როგორც მასწავლებელმა ხეზე ააცოцე და ტალახში აგორავე, წავა და სასამართლოში გიჩივლებს კიდე. და ეს ჭირდება. ნახეთ რა უცნაურია. სკოლამდე ბავშვს ჭირდება ეს და ეხლა მით უმეტეს ჭირდება აი ამ iPad-ის პირობებში. იმიტომ რომ ტვინი და ფსიქიკა საგნობრივი მოქმედების გარეშე 1000 წლის მერე როგორ იქნება, მე არ ვიცი. გენეტიკურად ტვინი და ფსიქიკა ვითარდება მხოლოდ საგნობრივი მოქმედების და ემოციური ბმის ფონზე. ისე არა. ხო და სანამ ამას ვერ გავიგებთ ჩვენ, აი მდგომარეობაში ვიქნებით, რა მდგომარეობაშიც ვართ ეხლა. ეხლა ეს განვითარებაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. მე მინდა უბრალოდ გაჩვენოთ რამდენი. აი ეს სხვადასხვა ფაქტორებია, რა არის ბავშვი ბიოლოგიური, რაზეც ვილაპარაკე. გარემო, ფიზიკური განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური სფეროს განვითარება. და ენა და შემეცნებითი სფერო ყველაზე გვიან ვითარდება.
მხოლოდ ემოციური და სოციალური სფეროს განვითარებასთან ერთად. აი ხო უცნაურია. ენა ვითარდება მხოლოდ გამოვლელის მიბაძვით კი არა. ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ადამიანის მიბაძვით. ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ადამიანთან კომუნიკაციით ვითარდება ენა, რასაც ენა ქვია და მისი გამოყენება. ეხლა რა არის მთავარი? აი ნახეთ, აქ არ მიწერია არც აზროვნება, არც ინტელექტი, არც შემეცნება, არ მიწერია. მთავარი ეგ არ არის. რატო? იმიტომ რომ ეგ არის სახურავი. სახურავია. ის მერეა. და მთავარი რა არის? შეგრძნებები და მოტორიკა, რასაც ფსიქოლოგებიც კი ფსიქიკად ართვლიან. არაფერი არ არის. ნუ რა არის, რაცა მოძრაობა, რაღაცა არც ფსიქიკად არ მიაჩნიათ. კომუნიკაცია, ანუ ურთიერთობა მნიშვნელოვან ადამიანებთან და ემოციური განვითარება. სამივე უგულვებელყოფილია დღევანდელ სამყაროში. სამივე. უგულვებელყოფილია შეგრძნებები და მოტორიკა. იმიტომ ყოველ მეორე ბავშვს სენსორული ინტეგრაციის დარღვევა აქვს. ყოველ მეორე შეიძლება კონდეს. ჩემ დროს მე რო აღმოვაჩინე აირესი 30 წლის წინ თითოეულა ბავშვი მოდიოდა ეგეთი. და ეს მარტო აუტიზმის მქონე ბავშვებს არ ეხება, ყოველ მეორე ბავშვს აქვს ეს, რატო? შეხება არ აქვს ამებთან, არანაირი. საგნობრივი მოქმედება არ აქვს. და მშობელს რო ვეუბნები, რომ 2 წლის ასაკის ბავშვმა, ესე იგი, მიეცი ჩვარი გადაწმინდოს, გადააგდოს რაღაცა, ჩადოს თავისი ჭიქა 2 წლის ბავშვმა. რას მეუბნებიო შენო, მეო, ბავშვს ექსპლუატაცია გაუწიო, მერეც მეყოფაო. ვეუბნები, რომ ეს არის ვარჯიში ტვინის. მერე რო გაიზრდება და რო იძახი, რომ დროს ვერ იგებს, ვერ გეგმავს, ვერ აორგანიზებს თავის მოქმედებებს, აი ამის მერე დააორგანიზებს, ისე ვერა, შენ რო აი ესე უსულო საგანივით რო აიღებ და აჭმევ, ასმევ, აცმევ, რა ვიცი მე, წაიღებ სკოლაში და წამოიღებ სკოლიდან, ის გარემოსთან არანაირი შეხება არ აქვს, იმიტომ რომ ეზოშიც არ თამაშობს და მერე ზის და უყურებს ამ აიპედს. შედეგი გვაქვს ის რაც გვაქვს, რომ აი ეს ორგანიზება, დაგეგმვა, იმპულსის შეკავება არც ერთმა ბავშვმა არ იცის ამის გამო. შესაბამისად, ეს პრეზენტაცია ჩემი უფრო ფილოსოფიას და მიდგომას ეხება, რომ ჩვენ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და მშობელი რო გეუბნება, რომ რატო არ ასწავლი ჩემ შვილს, რა ვიცი მე, პოემას და ინგლისურს და რატო არ ბენინებ ტალახში, აი ეს უნდა უპასუხო მშობელს, რომ იმიტომ არ ბენინებ ტალახში, რომ სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბდეს და არ დაეწყოს იქ ჰიპერაქტივობა, იმპულსურობა და არ გადაგრიოთ მერე სულ ყველა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი მერე ვითარდება ინტელექტი, ენა და მეტყველება, იმიტომ რომ აზროვნება და ენა სხვადასხვა კატეგორიებია, ხალხო. 2 წლამდე ერთად არ ვითარდება, იმიტომ რომ სანამ ენას დაიწყებს ბავშვი ენის გამოყენებას, მანამდე ინტელექტი აქვს. სენსომოტორული ინტელექტი აქვს, შვენივრად მოახერხებს, დაინახავს ბურთს, მიიტანს კამს, ad პრობლემას ჭრის ყოველგვარი ენის გარეშე. ეხლა მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას და მე თვითონაც გვიან მივაქციე ყურადღება, იმიტომ რომ ნეიროფსიქოლოგია ისეთი მეცნიერებაა, რომელიც ძირითადად ნერვულ სისტემას აქცევს ყურადღებას და შემეცნების განვითარებას და აღმოვაჩინე ზუსტად 30 წლის წინ, როგორც ეს ბავშვები, რომ ვეჭიდავებით ჩვენ ბჭყალებში და რომ გვინდა, რომ ეს იგივე ენა განვუვითაროთ, იგივე მეხსიერება და დასწავლის პრობლემები ვისაც აქვს, ვეჯახებოდით აი ესეთ ყრუ კედელს და მე მივხვდი, რომ ეს ყრუ კედელი არის ბავშვის ემოციური სფერო, რომელსაც არ ვაქცევთ ჩვენ ყურადღებას და გონია ეს რომ თავისთავადი რეალობაა და თვითონ იზავს რაღაცას. ბავშვის სოციალურ ემოციური სფეროს ჯამრთელი განვითარება არის მნიშვნელოვან კავშირში კოგნიტურ განვითარებასთან. ჩვენ თავზე ვიცით, ხო, გამოცდაზე ნამდვილად ყოფილა, რომ ჩვენ დავბნეულ ვართ, რატო არ იცი? შფოთვა გაქვს მაღალი. და თავში გერევა ყველაფერი, ანუ ემოცია შენ შემეცნებაზე, ესე იგი, ახდენს გავლენას და მით უმეტეს პატარა ბავშვის
კოგნიტიურ და ენობრივ განვითარებაზე. სიცოცხლის პირველი 5 წლის პერიოდში ბავშვს ჭირდება სოციალური კომპეტენციების და ემოციური რეგულაციის სწავლა. წინათ რა იგივე არ იყო იგივე. იცით რატო? იყო ბებიების ინსტიტუტი. დღეს ყველა ბებია ან მუშაობს, ან წასულია საწყალი ემიგრაციაში. ესე არ არის. ბავშვი არის ან ძიძასთან, ან საბავშვო ბაღში. ვინ ასწავლის ბავშვს? ბავშვი სწავლობდა მიბაძვით. უყურებდა ბებიას, ბაბუას, რავიმე, ნათესავებს, მონოოჯახები ხო არ იყო? იყო აი ესეთი დიდი ოჯახები ხო წინათ? ეხა ხო ესე არ არის. დამტოვებელიც არ აყავს საწყამშობლოს ბავშვის. არა თუ რა ვიცი მე იქ განმანათლებელი სახლში. შესაბამისად ბავშვს არ აქვს მოდელი ვის მიბაძოს. ემოციის გაზიარებაში, ემოციის გარკვევაში, გაგებაში, იმპულსის შეკავებაში და ეს ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს და ბავშვის მომავალ ცხოვრებაზეც ახდენს გავლენას. აი ყველა მეტყვით, ზოგი მშობელი ხარ, ზოგი აღზრდელი, ზოგი მასწავლებელი, დღევანდელი ბავშვები არიან ძალიან მოუსვენრები და ძალიან ჰიპერაქტიულები, ანუ სხვანაირად რო ვთქვათ, და იმპულსის შეკავება უჭირთ ძალიან. რატო? აი ამიტომ, რომ არავინ მისაბაძი არავინ არ აყავთ ესე. და პლუს არავინ გამოდის რა, თუ არავინ არ აყავს მისაბაძი, მაშინ უნდა მიზანმიმართულად გასწავლოს ვიღაცამ ეს. და ამიტომაა დღეს სხვათა შორის დასავლეთის და ეხლა ჩვენთანაც დაიწყო თითოეულა ასეთ ექსპერიმენტული დასავლეთის საბავშვო ბაღებში უკვე შესულია სოციალურ-ემოციური სწავლება. თქვენც გაგეგონებათ, მაგრამ საქართველოში ხო ყველაფერი პროფანირებულია და მარტო ფორმალური დაავარქვით სახელი და ვქენით იგულისხმება. ანუ ეს სოციალურ-ემოციური სწავლება აღმოჩნდა პროჟექტორის ქვეშ. რატო? სწორედ მაგიტო, რომ აღმოჩნდა, რომ ეს განსაზღვრავს მერე ბავშვის მომავალ წარმატებას და არა ესეთი მანდამაის დიდი ინტელექტუალური განვითარება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, კარგი ინტელექტის ბავშვები თუ სოციალურ-ემოციური განვითარება არ აქვთ ადეკვატური, ვერ იყენებენ, იმიტომ რომ ინტელექტი ინსტრუმენტია. სხვა არაფერი არ არის. ის ინსტრუმენტი შენ უნდა გამოიყენო. და ვერ იყენებ, იმიტომ რომ არ ახარ ადაპტირებული, ვერ არეგულირებ შენ ქცევას, ვერ არეგულირებ შენ ემოციას. ეს ვინ უნდა ასწავლოს და საიდან? 7-8 წლის ასაკში უკვე გვიან არის. აი ადრეული განათლება მაგისთვის არის, სწორედ და მშობელთან თანამშრომლობით მაგისთვის არის ზუსტად, რომ 5 წლამდე სანამ ბავშვი სკოლაში შევა, ეს ამბები უკვე მორჩენილი უნდა იყოს, დასრულებული და დამთავრებული და არა წერა-კითხვა და არითმეტიკა და მსგავსი რაღაცეები. ესე იგი, ბავშვის თავის ტვინის ზრდა განვითარება, ანუ სინაფსური კავშირები იქნება, აი ეს ქსელების ჩამოყალიბება, მიელინიზაცია, ანუ თეთრი ნივთიერება რო უნდა ბოლომდე ამ ნეირონს გაყვეს და ჩამოყალიბდეს, ეს ყველაფერი არის გარემოსთან ნატურალური ურთიერთობის შედეგი. ჯერჯერობით ამასთან 1000 წლის მერე შეიძლება ამასთან ურთიერთობითაც დაიწყოს ჩვენმა ტვინმა რაღაცა, მაგრამ ევოლუციურად ჯერ ვერ აშვება ამას, ვერ. ჭირდება ცოცხალი ადამიანი, ნატურალური ენა და ნატურალური ურთიერთობა. შესაბამისად, ადრეულ ასაკში ბავშვის უგულვებელყოფა, ეხლა ამ გაგებით ცხადია, უგულვებელყოფილია ბავშვი, როცა არ წაუკითხავ, არ დაელაპარაკები, მარტო უვლი, მარტო რაღაცეებს უშვები კი. ან რო ელაპარაკები და უკითხავ, თან ტელეფონში იყურები. კვლევაა სპეციალური, იცით თქვენ, რომ აი რამდენი დედა ჩაიხედავს ტელევიზორში, იმდენი სინქრონიზაცია ბავშვის და დედის ტვინებს შორის ხდება. ჩაწერილია პირდაპირ და გაჩვენებენ. ეგრეა და ეხლა რა გინდა რო ქნა. ხო? ანუ აი ეს ემოციური სფეროს განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი და პირველი 2-3 წლის განმავლობაში, აი შვილობაში, ხშირად უთქვა ჩემთვის მშობლებს, რომ აი როცა სხვა საკითხებით ახარ დაკავებული, ახლა ახალი გაჩენილი ყავს ბავშვი, ხანდახან მოულოდნელია ეს ბავშვის გაჩენა, კაცო. კი გინდოდა ესე ობიექტურად თუ რავი, სუბიექტურად, მაგრამ მერე რო აღმოჩნდი ამ ცოცხალი რაღაცა სხეულის ნაჭერი გიდევს რაღაცა წინ,
სანამ ამას შეგუებით რო გინდა და მე შენი ეგო უნდა დათმო ხო აბა მიდი დათმე არ არის ადვილი ვინც დედა იმან იცის კარგად რა ბრძოლებია გადატანილი ამასთან დაკავშირებით ხო და მე კიდე უნდათ რომ იდეალური დედები იყვნენ და არ არსებობს ხალხო არა უნდა იყოს საკმარისად კარგი დედა საკმარისად კარგი დედა ნიშნავს ნატურალური ურთიერთობა გქონდეს შენ შვილთან მარტივი მეტი არაფერი არ არის საჭირო რაღაცა იდეალისტური რაღაცეები და აი ეს მიჯაჭულობა მერე რო ბავშვებს შფოთვა აქვთ აი შენს გარეშე არ რჩება ტუალეტში არ გიშვებს ეგ სეპარაციის შფოთვა რომელიც ყველას გვაქვს ოღონდ ვიღაცას ძალიან რომ ვერ უმკლავდება და მისი ცხოვრება ძალიან ზიანდება ამის გამო ხო ბაღში ვერ რჩება სკოლაში ვერ რჩება ეს იქიდან მოდის ჩვილობი იმიტომ კი რომ ცუდი დედა ხარ იმიტომ რომ მაგის თავი არ გქონდა შენ რომ ეს შეგემჩნია როდის უნდა ემოციური კონტაქტი დაგემყარებინა შენ შვილთან და ამას ასწავლიან და სხვათა შორის ჩვენ რაღაცა ტრენინგი დავგეგმეთ ჩვილებს არავინ არ მოვიდა იმიტომ რომ ჩვილი ადამიანად არავის არ მეაჩნია ჩვილის და ბავშვის უფასოდ არა საერთოდ არ მოვიდა არავინ და იქიდან იწყება იქიდან ყველაფერი ფსიქოანალიტიკოსი გეტყვის რომ ბავშვის პიროვნების განვითარება 2 წლისთვის ტარდება ბიზია ფროიდი ეგრეთ თვლიდა 3 წლამდე და მორჩა ხო და რაღაცა პლანში წინათ კი დავცინოდე ამ ბიზია ფროიდს მაგრამ რაც უფრო დრო გადის ახლა და რაც უფრო მეტი ასე ვთქვათ ნეირო მასალა გროვდება სწორი იყო ეს კაცი რას ვერჩოდით შესაბამისად აი ეს უსაფრთხო მიჯაჭულობა არის მთავარი საფუძველი მერე უკვე ენის და კომუნიკაციის განვითარებისთვის აი ძალიან ხშირია ჩვენთან შემთხვევები რომ და თქვენთანაც ალბათ რომ არ ლაპარაკობს ახლა ვიც არ ლაპარაკობს ყველას აუტიზმი კი არაა კაცო მე ეტყვი მშობელს რომ ესექენი ისექენი და იზავს მე და რაღაცა რაც ხა გამოიხედავს თვალში ეს ბავშვი და მეგონაო მშობელი მეუნება 6 თვიდან რომ აიპედი ეჭირა ბავშვს ესო ინტელექტს განუვითარდებოდა ვეკითხები რომ სადა აქ ინტელექტი 6 თვის ბავშვს მაჩვენე მეუთხარი ერთი ანუ ენისა და მეტყველების განვითარება ისევე როგორც ემოციური რეგულაციის არის ქვაკუთხედი აი ამ სამ რაღაცაზე თუ იმუშავებს მშობელიც და საბავშვო ბაღის არაფერი არ ჭირდება მე ბავშვს ის ინტელექტი თქვენ გარეშეც არიან ბავშვები საერთოდ არ ჭირდება მე რომ მკითხო ის სკოლა კიდე უფრო ამაკინჯებს გვერდზე გავლილი არ არის ყველაფერი იცის ბევრმა ბავშვმა მე რომ მკითხო ანუ რა ჭირდება ენის განვითარებას მიბაძვა ვის უნდა მიბაძოს არავინ არ ელაპარაკება მოდის უბედური მშობელი დაღლილი სახლში იმ დროისთვის ძიძა გადასცემს უნდა აჭამოს უნდა რაღაცა მოვლითი პროცედურები ჩაატაროს და მე უნდა დააწინოს ვინ ელაპარაკება ამ ბავშვს მიბაძვა საიდან უნდა ისწავლოს გაზიარება და კომუნიკაციის მოთხოვნილება არის მთავარი საფუძველი ენის განვითარების აუტიზმი რა არის აუტიზმი არ არის რომ არ ლაპარაკობს არ ლაპარაკობს და ვერ ლაპარაკობს არ არის აუტიზმის მთავარი დამახასიათებელი თვისება იმიტომ რომ ჩვენ ვიცით აუტიზმს მქონე ისეთი ადამიანები ჩემზე უკეთესად ლაპარაკობენ მაგრამ რა გინდა მოტივაცია არ აქვს და რო უნდა მაშინ დაგელაპარაკება და ისე არა და ამითი ყველა გავს ერთმანეთს ყველა აუტიზმის მქონე ადამიანი და ეს გაზიარება მისთვის არის ძალიან მტკივნეული და მოთხოვნილება მოტივაცია ვინ უნდა ასწავლოს ეს ამას თუ ოჯახი ვერ ასწავლის ბაღმა უნდა ასწავლოს გენაცვალე შესაბამისად აი ეს განვითარების მხარე რომ ჯერ ეგოცენტრული ხარ და რამე რო გინდა მაშინ ამოიღებ ხმას და ჩვენ ვიცით კარგად რომ მინდა და მომე არის მთავარი ბავშვის ასე ვთქვათ ლექსიკაში პირველად და ყველას უხარია რაც ხა სპექტრის მქონე ბავშვი ხმას რო ამოიღებს და მომეს რო იტყვის ეს კი ზეიმი გვა ყველას მაგიტო და ჩვეულებრივი ტიპური განვითარების ბავშვიც მან დედან იწყებს და მე ეკოლალია რომ მოდის ისიც ბუნებრივია ის არის ჩვეულებრივი ეტაპი განვითარების უბრალოდ ჩარჩება ხოლმე სპექტრის მქონე ბავშვი თორე ეგ ნორმალური რაღაცა და ჩვენ არასოდეს არ ვუკრძალავთ ბავშვებს და არ ვეუბნებით ესე რომ არ თქვა არ ქნა და ასე შემდეგ აი
და რატო არის რომ ვეკითხებით თითით ჩვენება იცის თუ არა ბავშვმა ეს არის კომუნიკაციის მთავარი საფუძველი რომ ან რაღაცა უნდა და ან რაღაცას გიზიარებს ორი ვარიანტი აქვს და ეს არის ხო მინდა მომე და მე სწავლობს ვინსად და როგორ და აი ხა მინდა შევაჯამო ეს და ნეიროგანვითარების ლოგიკა მოგახსენოთ რაზეც უნდა იყოს აწყობილი სკოლამდელი სწავლებაც და მე რომ მკითხო სასკოლო სწავლებაც დასწავლის უნარის დარღვევებით აი კითხვის დარღვევით რომ მოყავს ჩვენთან ბავშვი და ბავშვს რო ვეუბნები შობილს რო ბავშვს რო ვეუბნები რომ აბა ცალფეხზე დადექი ერთი და მე ერთი იხტუნე ცალფეხზე ეს დედა მიყურებს რომ აუ რა ტყილა გადავიხადე ფული პირდაპირ კავშირშია კითხვასთან რატო აიხე ჩვენ ვნახავთ რატო და რო ესე რო ვეუბნები რომ აბა გააყოლე თვალი რომ ბოლომდე მისდის თუ არა თვალი ვერ აყოლებს და როგორ დაიკითხავს ვერ ხატავს როგორ დაწერს და ასე შემდეგ ანუ ეს საბავშვო ბაღში უნდა გაეგოთ ეს ამბავი და საბავშვო ბაღში უნდა ეკნათ და მერე აღარ იქნებოდა ეგ პრობლემა და აი ლოგიკა რა არის ნახეთ ფუნდამენტი რა არის ბავშვი პირდაპირ ჩვენ სახურავის შენებით ხო არ ვიწყებთ არაფერს ჯერ ვაშენებთ ფუნდამენტს ჩვენი განვითარების ფუნდამენტი რა არის შეგრძნებები მოძრაობა და ემოციური რეგულაცია ხო გაბრაზდი ყვირი ხარ თავს ვერ იკავებ გაგიხარ და იცინი თავს ვერ იკავებ ეს არის ფუნდამენტი ეს არის მთავარი ჩვენი მომავალი კეთილდღეობის ხალხო და ამას და რაც უფრო დრო გავა უფრო მთავარი იქნება 21 საუკუნის ჩვევები იცით რა არის აი მიეცით 21 საუკუნის skills ესე მიეცით 21st century skills და გაოცებას თქვენსა საზღვარი არ ექნება იქ არ წერი არც ცოდნა არც ინტელექტი არაფერი ეგეთი არ წერია წერია ურთიერთობის დამყარების უნარი იმპულსის შეკავების უნარი ემოციური და ქცევის აი ეგეთები წერია რატო აბა იმიტომ რომ უკვე დადგა ის მომენტი რომ ჩვენ გვჭირდება იმის გამო რომ აი ეს ფუნდამენტს არავინ არ გვიშენებს იმიტომ რომ ბავშვი იბადება ინტერფეისში უკვე კაცო უკვე ხელში უჭირავს ეს სადაა ან მოტორიკა ან ემოცია ან საგანი სადაა მამაგალიც ყვების ბავშვი რომ მომიყვანეს ერთი ბოლოში ეგრე შვებით ხოლმე სათამაშო გვიჭირავს და ამ გაზიარების იმას ეგრე ვაფასებთ რა ესე მიჭირავს სათამაშო ბავშვი იქით დგას და ვაჩვენებ ამ სათამაშოს და ის მოდის ახსოვს ეგ და ეხანდელი ბავშვი რა შვება არ იძურება ადგილიდან აი ეს ზუმავს ესე შვება დედას ვეკითხები რა ვიფიქრე სტერეოტიპია ხო რა შვება მეთქი ეს თქვენი შვილი ესე აფართოებს მონიტორი გონია არ არის ხა ეს ტრაგედია ხო და აი ხა მაგის სენსომოტორული უნარებით ენას როგორ გისწავლის ეს ბავშვი შესაბამისად მერე მოდის უკვე პირველი სართული ამოვაშენეთ აღქმა ენა კომუნიკაცია და ნახეთ მერე აზროვნება სულ ბოლოში სახურავია აზროვნება სიმბოლური ფუნქციები ანუ წერა და კითხვა და სასიამოვნო რატო უნდა იყოს სწავლა საბავშვო ბაღში აი ამის გათვალისწინებით ის არის საფუძველი თუ არა თამაში ამეცადინეს ბავშვი ჩასვი რაღაცა სპეციალური მეებში სვავენ ხოლმე რაღაცა რო არ გაინძრეს ეს ბავშვი და არ იყვანცალოს და მოусმინოს აი იმის გამო რომ ის ფუნდამენტი უნდა ავაშენოთ სწავლა უნდა იყოს სასიამოვნო სწორედ ესე მიმზიდველი მოძრაობაში შეგრძნებებში და შესაბამისად კომუნიკაციაში საბავშვო ბაღი ეგ არის რა ის წერა რა ის კითხვა რა წინა კითხვისთვის საჭირო და წერისთვის საჭირო უნარები უნდა განვითარდეს კი უკვე წინა სასკოლო ასაკში მაგრამ მანამდე მით უმეტეს დღევანდელს ყველა ბავშვს შეიძლება სენსორული შიმშილი ქონდეს კაცო ის ჰიპერაქტიობა აქედან მოდის რო იცოდეთ თქვენ ყველა კი არ არის მართლა ჰიპერაქტიული ბოლო 10 წლის კვლევები და ჰარვარდის კვლევები განსაკუთრებით ხას უსვავს ტოქსიკური სტრესის გავლენას
რომელსაც იწვევს ეგრევე ქვია ტვინის ლპობა გაჯეტების გამო. აი ეგრევე ქვია brain rot ქვია სახელი. ეხა ეგეთ გამონათქვამებს ვერ იდები ხოლმე მე და მე ვიღაცები წერენ საერთოდ დიგიტალური დემენცია მაგალითად. პირდაპირ უკვე სახელებს არ ქმევენ. შესაბამისად ადრეული განათლების ერთ-ერთი ფუნქცია იმ გარემოს შექმნა, რომელიც ამეებისგან იცავს ტვინს და კიდე მშობელსაც ასწავლის, იმიტომ რომ აღარ არის მემკვიდრეობით ჩვენ გულისხმობთ, რომ ოჯახში უნდა იყოს ეს გამოცდილება. წინათ იყო კი ბატონო, იმიტომ რომ ბებია იყო, იმის დედა იყო, იმის ბებია იყო და რაცხა გამოცდილებებს ერთმანეთს გადასცემდნენ. სადღა ეხლა? და რატო თვლი რომ დედამ უნდა იცოდეს? არ იცის. და აი პირველი ჩემი შოკი ამერიკაში რო ვარ, რაღაცა სკოლაში მივედი და შემიყვანეს არის ძალიან მაგრად მოწყობილი სამზარეულო. აი სულ ყვები ამ ჩემს დაბეჭდილებას. სკოლა არა ჩვეულებრივი და სადაც სწავლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, ინკლუზიური განათლებაც არის იმ სკოლაში. და გამიხარდა ხა ჩემი მოკლე ჭკუით რა კაია სამზარეულოა და ბავშვებს აქ ასწავლიან ამ ცხოვრებისეულ ჩვევებს და მეთქი რა მაგარი სამზარეულო გაქვთ ბავშვი. არ არის ესო ბავშვებისთვისო. დედა? აბა ვისთვის არ მეთქი და მშობლებისთვისო. და რატო მეთქი? ეხა ეს მე ბნელ 90-იანებში ვარ დამყოფი და მაინც ხა კი ახალი დანგრეულია ყველაფერი, მაგრამ ჯერ კიდე ცოტა შენარჩუნებულია, ხო ის რაღაცა ვაიბი რო იტყვიან. ხო და ესო იმიტომ გენაცვალეო, რომ აქო ზოგმა მშობელმა არ იცისო, როგორ უნდა მოუმზადოს საჭმელი ბავშვს. ოღონდ მართლა შოკში ვიყავი. როგორ უნდა აჭამოს, აი რო კოვზით რო უნდა აჭამოს და ხელით რო არ უნდა ჩატენოს, ეგ არ იცის მშობელმა, ზოგმაო. და ჩვენო არა ვართო ეხა იმაზე დამოკიდებული მშობელმა რა იცის და რა არაო. და ამიტომ მშობლებს ვასწავლით ცხოვრებისეულ ჩვევებსო. არა ჩვეულებრივი გამოცდილება. ხო და მაშინ შოკში ვიყავი და ეხლა ვხვდები რა საკითხზე მაშინ ვერ მივხვდი და ცოტა გავიფიქრე რომ ესენი ვერ არიან. ეხლა ვხვდები, იმიტომ რომ იქ ხო დიდი ქვეყანაა. და რო წამოვა იქიდან რა ის დედა რა ის მამა რა ის ნათესაობა და ბებია ბაბუა მარტო არა თავისთვის რა და არც გამოცდილება აქვს და არც არაფერი და მე არის ძალიან დიდი განსხვავებები ხო რა სკოლას დაამთავრებ რა ოჯახში იზრდები დიდი განსხვავება ვიღაცა მართლა არ იცის და ჩვენთან უკვე არის ეს დრო არის არანაირი გამოცდილება მშობლოს არ აქვს. აი ხო არის ხოლმე ტელევიზორში რაღაცა 6 თვის ბავშვს სასამთრო აჭამეს, ზოგს სასისკი აჭამეს. არ იცის, რატო ეჭხუბებით? არ იცის, არავინ არ უთხრა და ეგონა რომ ეგრე უნდა ექნა. და ესევე ამ აღზრდაზეც. და აი ეს გაკვეთილი, ანუ სწავლა სასიამოვნო რატო იყოს, ამას მოვაყოლეს. რომ სწავლა იმიტომ უნდა იყოს სასიამოვნო, რომ მე ნეგატიური ასე ვთქვათ, განწყობა და დამოკიდებულება სკოლაში ბავშვს არ გაყვეს, რომ აი ამეთ სადინებდნენ 5 წლის ასაკში, როცა სირბილი უნდოდა. რომ კორტიზოლი იწევს მაღლა, ანუ ჭარბი კორტიზოლი, ეს არის ფოთვის დამახასიათებელი. და მშობლებს იმიტომ ასწავლიან ამ რაღაცებს და მშობლები ცდილობენ, რომ ისწავლონ, რომ აი ეს უსაფრთხო გარემო, სათამაშო გარემო და აი ესეთი წინასწარმეტყველებადი გარემო ბავშვებს შეუქმნან. აი ეს არის ჩვენი ტვინი. აი ამითი ცხოვრობს ბავშვი, აი სად არის? აი ქვედა ღეროთი. აი ეს ქერქი არის სახურავი. აი ეს ყველაფერი ქვემოთ არის საბაზისო, აი რაზეც სახლი რო გიჩვენეთ. აი ის ქვედა ნაწილებია, ეგრე ქვია რეპტილიური ტვინი. იმას ეხება ჩვენი ემოციები, აი ესეთი შეუკავებელი სიბრაზე, წყურვილი, რა ვიცი მე, ჭამა აი ეგეთი საბაზისო მოთხოვნილებები სულ ქვემოთ არის. იგივე სართულებია ეს და სულ თავში აი ზემოთ. ის არის ჩვენი აზროვნების, მეტყველების და შესაბამისი კითხვა-წერის მაღალი სართულები. და ქვედა სართულები თუ წესიერად არ აქვს, ზედა სართული წესიერად როგორ ჩამოყალიბდება, ხო? შესაბამისად, ადრეული განათლება და განვითარების ხელშეწყობა ეს არის რა? არა მარტო კოგნიტური შემეცნებითი, არამედ სოციალური, ემოციური და აღმასრულებელი ფუნქციების ეხლა რა არის აღმასრულებელი ფუნქციების? ერთი მეუბნებოდა, რა იცით ამ ნეიროფსიქოლოგებმა ახალი ტერმინების შემოტანაო. ეგრე ქვია და რა ვქნა ეხლა? ერთი სახელი აქვს, ბევრ ფუნქცია რა არის ეს?
ჩვენი უნარი დავგეგმოთ, დავაპროგრამოთ და გავაკონტროლოთ ჩვენი მოქმედება. ჩვენ ამას დაზასული ადამიანები ხშირად ავტომატურად ვაკეთებთ, ხო? აი ხა აქ რო უნდა მოსულიყავით თქვენ გაგახსენდებათ ეხა რეები ქენით? რამდენი რამე ქენით? დილით ადექით, პირი დაიბანეთ, მერე ყავა დალიეთ, მერე ასე, მერე ისე, ზოგი მანქანით მოხვედით, ზოგი ამას ყველაფერს უნდა დაგეგმვა დროში. თქვენთვის ეგ პრობლემა არ არის და ვიღაცისთვის პრობლემაა სერიოზული. რატო? იმიტომ რომ უჭირს ეს დროში თანმიმდევრული მოქმედებების დაგეგმა. მათი კონტროლი შეეშალა, ვერ სატყობს. ვერ გააკონტროლა, გააგრძელა, უკან არ დაბრუნდა. მიზანი ვერ დაისახა, იმპულსი ვერ შეიკავა. აი პატარა ბავშვები, თქვენ ყველას აგაქვთ შეხება ესეთ ბავშვებთან, ხო? გინდა შვილი იყოს, გინდა აღსაზრდელი. ვერ იკავებს ამ იმპულსს. ეხლა უნდა კამფეტი და მორჩა. რო ეუბნები, რომ კამფეტს მოგცემ სადილის, მერე არის ერთი ამბავი. ეს ამ ოპერიდან არის. ეს არის ზუსტად აღმასრულებელი ფუნქცია, რომელიც ბავშვს თანდაყოლილი არ აქვს, როგორც მხედველობა, როგორც სმენა, ამას ჭირდება აღზრდა. ერთადერთი ფუნქცია ადამიანის შუბლის. შუბლი არის ერთადერთი ადგილი ადამიანის თავის ტვინში, რომელიც აღზრდით ყალიბდება 21 წლამდე, ხალხო, 21 წლამდე ყალიბდება. ერთადერთი გენეტიკურად ეგრეა. აღზრდა და ის აღზრდა მოქმედებს ამაზე. ჩვენ კეფაზე, საფეთქელზე და სხვა რამეებზე და ქვემოთ ღეროზე არაფერი არ მოქმედებს. გენეტიკა და მერე ნუ რაღაცა ცოტა ასე ვთქვათ, აღზრდელობითი განმარტება. აღზრდა მოქმედებს შუბლზე. და შუბლი არის ის ადგილი, რომელიც ყალიბდება სწორედ ადრეული განვითარების პერიოდში და როგორც ჩამოყალიბდება, მერე ისეთი იქნება. შესაბამისად, ამიტომ ეს ადრეული განათლებას ესე ვეძახით ჩვენ გრძელვადიანი ინვესტიციური ეფექტი აქვს ამას მომავალ ცხოვრებაში. ამზადებს ბავშვს არა მარტო სასკოლისთვის, სკოლისათვის ზაობა არ არის მარტო ადრეული განცხოვრებისთვის ამზადებს. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ბავშვმა ისწავლოს ცხოვრებისეული ჩვევები ზუსტად სკოლამდელ ასაკში. როცა მე მაგალითად ახლა ჩვენ ვაფასებთ ყველაფერს ბავშვისას და ვაღიარებ, რომ ესე იგი სოციალური სკალა ბავშვის შეფასებებიდან ხო გვაქვს ბევრი და ყოველდღიური ჩვევების ამოღებული, მაგიცით რატო? ქართულ პოპულაციაში ნულებს უწერდნენ სულ და გამოდიოდა რომ ყველა ბავშვი არ არის, ნულს უწერ, იმიტომ რომ აი არ ვიცი, კულტურის თუ არ ვიცი, აქაური აღზრდის შედეგი ეს არც შენ გამარჯობა იცის, არც შენ ნახვამდის, არც თუ შეიძლება არც არაფერი არ იცის ამ ბავშვმა სოციალურ ჩვევებს ეგრე თამაშით, ეგრე ვაფასებთ ხო ჩვენ? და კიდე ყოველდღიურ ცხოვრებაში თავისი თუ ჭამს, თავისი თუ იწმევს, თავისი თუ შვება რაღა 2 წლის ბავშვს უნდა შეეძლოს, უნდა მიიტანოს ჭიქა და ჩადოს შვება. ვინ ასწავლა? რა ის ალაგება, ესე იგი თავისით არ ჭამს 2 წლის ბავშვი. ხო და შესაბამისად აი ეს დამოუკიდებლობა, როცა ვეუბნებით ჩვენ მშობლებს, რომ დამოუკიდებლობა უნდა ვასწავლოთ, პასუხი რა მაქვს? ექსპლუატაცია უნდა გავუწიოთ ჩემ შვილს, რომ მერეც ეყოფა წვალებაო. ვეუბნები, რომ ხო უკმაყოფილო ხართ თქვენ იმით, რომ დროში ვერ იგებს როგორ დაგეგმოს. ვერ აკონტროლებს, რა რის მერე გააკეთოს, უკან დაძდებს შენ სულ და ეუბნები, გაიხეხე კბილი, დაიბანე ხელი, ყოველ წუთში ხო შეიძლება რომ დაიღალო შენც და იმასაც ნერვები ეშლება. დამოუკიდებლობა მაგიტო უნდა ასწავლო, რომ ეგეთი რამები არ ქნა, რომ აი ეს შუბლი კარგად ჩამოყალიბდეს. ეგ მაგისთვის არის, ექსპლუატაციისთვის კი არა. შესაბამისად, მომავალის დასრული ცხოვრებისთვის საბავშვო ბაღი ამზადებს და საბავშვო ბაღმა უნდა გააკეთოს. მე რომ მკითხო, ძიძებმა კი არ უნდა გაშალონ იქ სუფრა. იმ 3 წლის ბავშვს უნდა ეგეთი რამე რომ გააკეთო, არ ვიცი, მშობლები ალბათ ერთ ამბავს ატეხავენ. არა, სხვათა შორის ვაკეთებთ მაგას და ძალიან ჯანსაღად იღებენ ხოლმე, რომ ვიხმარიებთ. ხო, და უხარია, თორემ მე კი აღარ გიხარია ეს მოხმარება, კაცო, მაგასაკში გიხარია და ეჭხირები ამ შენ მშობლებს და უფროსებს, რომ მეც გავაკეთებ, მიბაძვის გამოყენება არის შესაძლებელი. და ეგ სწორედ არის აღმასრულებელი ფუნქციების განვითარების აუცილებელი პირობა. აბა მე რეაბილიტაციაზე უნდა იაროს და არ ჯობია ბუნებრივად ისწავლოს, კაცო.
ეხლა რატო არის ოღონდ მაღალ ხარისხიან ადრეულ განათლებაზე? ყველანაირი არა. საბავშვო ბაღი თავშესაფარი არ უნდა იყოს უბრალო. ლაპარაკი არის ხარისხიან განათლებაზე. ხარისხიანი ადრეული განათლება, ეს ჩემი სიტყვები არ არის და ეხლა ეკონომი და არც ფსიქოლოგების, ეკონომისტები ლაპარაკობენ ამას და ეს სპეციალურად მოვიტანე. პირდაპირ დოლარებში აქვს ნაანგარიშები. თუ არ გჯერათ ფსიქოლოგების, ბიზნესის წარმატების და ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი პირობაა და აგერ ფედერალური სარეზერვო ბანკის ეკონომისტები წერენ, რომ ადრეული განვითარებასა და განათლებაში განხორციელებული ინვესტიცია უკან უბრუნდება საზოგადოებას ხარისხიანი და პროდუქტული სამუშაო ძალის სახით. ეს ერთი, კაპიტალისტები არ არიან მეცენატები. იციან რა შიდებენ ფულს. რობერტ ლინჩი, რომელიც არის ძალიან ცნობილი ეკონომისტი, ხარისხიანი სკოლამდელი განათლების პროგრამებში ჩადებული ყველა $1 ინვესტიცია არის 4-დან 17 დოლარამდე მოგება. წარმოიდგინეთ, დათვლილი აქვთ ტიპებს, რატო? იმიტომ რომ ამერიკაში სხვათა შორის სიღარების დაძლევა აბარითი დაიწყო 60-იან წლებში, თუ მიხვდებით. განათლების ადრეული განათლების სპეციალურად, ახლა თან მით უმეტეს ამერიკაში იცით, რომ საბავშვო ბაღები ყველა ფასიანია 5 წლამდე. მარტო ფრესკული არის უფასო. დანარჩენი გაიტეხე თავი, გადაიხადე $2,000 თვეში თუ გინდა. სწორედ იმიტომ, რომ არ ყოფილიყო განსხვავება სიღარიბეში და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებსა და შედარებით უფრო უკეთესი ეკონომიური შემოსავლის ოჯახებს შორის სპეციალური პროგრამები შექმნეს, სწორედ ასეთი ოჯახების ბავშვები უფასოდ სწავლობდნენ, საბავშვო ბაღები გაიხსნა და ამის ინიციატორი იყო ეს ცნობილი ჯეიმს ჰეკმანი, ნობელის პრემიის ლაურეატი, არც ფსიქოლოგი, არც განათლების, ჩვეულებრივი ეკონომისტია, დათვალა. ცივად დათვალა, რა უჯდება საზოგადოებას ესეთი მიდგომა და რისკის მქონე ბავშვებიც, ნახე, რისკის მქონე ბავშვებიც შტატებში, მაგალითად, ხო, უფასო არ არის საბავშვო ბაღი, მათთვის უფასოა, შეფერხება ვისაც აქვს და ასე შემდეგ. ადრეული ინტერვენცია ხელს უწყობს მათ სასკოლო მზაობას, აუმჯობესებს შრომით რესურსების ხარისხს და მნიშვნელოვნად ამცირებს მერე ლონგიტუდური არ დაეზარათ. ამ ბავშვებს მიიყვნენ მერე, რომ ეს არასასურველი ორსულობები, კრიმინალური დანაშაულები, ყმაწვილთა ეს სოციალური შეღავათებზე დამოკიდებულება და ესეთი ნებითი უმუშევრობა, რაც ხშირია ხოლმე ეგეთ ქვეყნებში, ორჯერ და სამჯერ იყო შემცირებული ამ პოპულაციაში. წარმოიდგინეთ, 25 წლის მერე არ დაეზარათ კვლევა. და ჰეკმანი სწორედ არის ამ იდეის ინიციატორი. ამას რატო ვყვები? იმიტომ რომ ეს ბუნებრივია, თქვენ არ გეხებათ ამას გადაწყვეტილების მიმღებებსაც უყვები სულ მთელი 30 წელი, ამას ველაპარაკები, არ ვიცი ხა, დიდ გავლენას ვერ ვახდენ, მაგრამ რომ ფული უნდა დაიხარჯოს ამაში, რომ მერე ორ რაღაცას ავსებენ ესეთი ბავშვები, ვისაც არ მოვუარეთ ჩვენ საბავშვო ბაღის ასაკში, ან ფსიქიატრიულ დაწესებულებებს ავსებენ და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ან პენიტენციალურ დაწესებულებებს ავსებენ, კრიმინალური პრობლემები აქვთ. და ეს უკვე აღარ მოვყვები ხა ამებს, რომ სასარგებელი მოაქვთ, რომ ვინც სწავლობდა ამ საბავშვო ბაღში მესამე კლასში უკვე შედეგები ჩანდა, ვინც დადიოდა საბავშვო ბაღში და ვინც არ დადიოდა წერა-კითხვაში, მიუხედავად იმისა, რომ კითხვას არ ასწავლიან და განსხვავებული ეკონომიკური და სოციალური სტატუსის ოჯახების ბავშვებს აქვთ განსხვავებული სასტარტო ისა ხო, კერძო საბავშვო ბაღებში დაყავთ და ასე შემდეგ. ხარისხიანი ადრეული განათლების პროგრამა ამას უკეთებს ნიველირებას, ასწორებს სასტარტო, ასე ვთქვათ, აუმჯობესებს ამ სტარტს სკოლისთვის. ეხლა რა არის პრინციპები, ფილოსოფია რა არის ადრეული განათლების, რაც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ.
როცა ვლაპარაკობთ, ეს კი ვისწავლეთ ეს ჰოლისტური მიდგომა და არა ფრაგმენტული, რომ მთლიანად ბავშვს უდგებით, მაგრამ მაინც ფრაგმენტულად ვამეცადინებთ ამ ბავშვებს, ხო? ეგ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვუყურებთ ბავშვის განვითარებას და რა არის ბავშვის განვითარების წამყვანი აქტივობა თამაში? ვიღაცები და ხენ ეს გაგუშიძოს თამაშზე ლაპარაკობს, აბა ბავშვებს როდის უნდა ვასწავლოთო? და ბავშვისთვის წამყვანი აქტივობა 6 წლამდე არის თამაში და სწავლობს თამაში სხვათა შორის. და ბევრად უფრო უკეთესად ვიდრე რატო ნებელობა ჯერ არა განვითარებული. და ნებელობის განვითარება სწორედ თამაშის პროცესში ხორციელდება. და ჩვენ კიდევ ვცემთ პატივს ბავშვის განვითარების ტემპს, ხო? ყველა ბავშვი ერთნაირი არ არის, კაცო, ზოგი ნელა სწავლობს. ზოგი ჩქარა. ეგ არ ნიშნავს, რომ ის იმაზე ჭკვიანია. უბრალოდ სხვადასხვა ტემპი აქვს და ეს უნდა გავითვალისწინოთ. ეხლა მეთოდოლოგია. ჩვენ ვითვალისწინებთ თამაშს, როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვის წამყვან აქტივობას და ბავშვის დამოუკიდებლობის და ცნობის მოყვარეობის სტიმულირებას. სტიმულირებას ვაკეთებთ. ანუ აი ეს მთელი თანამედროვე მეთოდები, მონტესორი იქნება თუ რეჯიოებილია იქნება თუ სხვადასხვა მიდგომები, სწორედ ამას ეფუძნებიან, რომ ბავშვის მიახლოებული იყოს ბუნებრივ სიტუაციასთან და ისწავლოს ის ჩვევები რეალურად უკვე აი ამ საბავშვო ბაღში, რითიც გავა რეალურ ცხოვრებაში და იქ გამოადგება. და განვითარების უახლოესი ზონა, ეს ვიგოცკის ტერმინია, ჩვენ ბავშვს კი უკან მივყвებით. არც ძალიან, არც ინტეგრალებზე არ ველაპარაკებით და არც მასზე უფრო ნაკლებ რაღაცეებზე. ჩვენ ვიცით ბავშვის განვითარება და ცოტა უფრო წინ მივრბივართ. ეხლა ჩვენ მასწავლებლების ფილოსოფია რა უნდა იყოს? მინდა გითხრათ, რომ ბავშვების წარმატება არის დამოკიდებული ჩვენ მოლოდინზე. ეხლა უცნაურია. არაფერს შენ არ ეუბნები ამ ბავშვს, მაგრამ მოლოდინი თუ გაქვს შენ რომ მოლოდინს აქ და ექსპერიმენტია ჩატარებული ამერიკაში, ცუდი ექსპერიმენტი სხვათა შორის. IQ-ები ვითომ ჩაუტარეს ბავშვებს ინტელექტის ტესტები და ცუდ კლასის მასწავლებელს მისცეს, რომ ამ ბავშვებს აქვთ მაღალი, ესეთი, ჩემ დროსაც იყო სკოლაში, ესეთი ყველაზე ესეთი ბავშვები, რომლებიც ძნელად სწავლობდნენ, ერთ კლასში შეყრიდნენ ხოლმე და ვინც კარგად სწავლობდა ერთ კლასში. ჩემ დროს ეგრე იყო, ეხლა არ ვიცი როგორ არის. ხო და იმ მასწავლებელს მისცეს კაი IQ-ები და ვისაც მაგარი კლასი ყავდა, იმას ცუდი IQ-ები. ზუსტად 3 თვეში შეიცვალა სურათი. მოტივაცია და მასწავლებელს არაფერი არ უქნია. დამოკიდებულება შეეცვალა და ბავშვები ამას გრძნობენ. რატო არის ხოლმე რომ ვიღაცა აი კლასში რომ ვიღაცას ჩაგრავენ ხოლმე? რო კარგად ჩავეძიოთ, აღმოვაჩენთ რომ მასწავლებელი ხა ღიად კი შეიძლება არაფერს არ იტყვის, მაგრამ აი მისი ინტონაცია, მისი გამოხედვა ამ ბავშვისადმი საკმარისია რომ ამოიჩემო კლასმა ის ბავშვი. ანუ აი ეს მოლოდინი რომ ყველა ბავშვი ერთი ტემპით არ ვითარდება და რომ ყველას მიმართ გაგშენ დადებითი მოლოდინი, რომ ყველას აქვს თავისი ძლიერი მხარე, აი ეს არის მთავარი არა მარტო ადრეულ განათლებაში, სასკოლო განათლებაშიც და უპერსპექტივო ბავშვი არ არსებობს. იმდენი ისტორიის მოყოლა შემიძლია თქვენთვის. იმდენი ისტორიის მოყოლა, როცა მეც კი პირღია დავრჩენილ ვარ. აი პირღია და არ მჯერა დღემდე ეს როგორ მოხდა. იმიტომ რომ რატო? მასწავლებელი, სპეციალისტი და მშობელი. აი ამათი ერთობლივი მუშაობა ყოველთვის გამოიღებს ხოლმე შედეგს. რომ თუ გაქვს დადებითი მოლოდინი და იცი რომ რაღაცა პერსპექტივა შეიძლება გამოიყვანო ამ ბავშვს, აი ძალიან ბევრი გულის ამაჩუყებელი ისტორიები შემიძლია მოუყვე ამებთან დაკავშირებით, როგორ ბავშვებზე იცით? აი 10 სკოლიდან რო გამოგდებულია და არანაირი პრასვეტი რო არა აქვს და პერსპექტივა. აი ეგეთ ბავშვებზე მაქვს ისტორიები, მე თვითონ აი მერე რო შემხვდნენ, ან მომიყვნენ, ან რო ვერ იცნობ, ან როგორი, ასე ვთქვა, ცხოვრებისეული გზა აქვს, აი მეც კი რო გაოგნებული ვარ, ისეთი შედეგები შეიძლება გქონდეთ და აქტიურად თანამშრომლობენ, აი სწორედ აი ეს აქტიური თანამშრომლობა არის ძალიან გადამწყვეტი. და მშობელი არის მთავარი ძალა და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ საზოგადოებაში ხშირად აი ესეთი როგორი ისა გვაქვს, იცით, რაღაცა ერთმანეთის მიმართ გვაქვს, მემრჩება ეგეთი შთაბეჭდილება, ოპოზიციური დამოკიდებულება, თანამშრომლობითი კი არა.
ვეჭიდავებით ერთმანეთს და თავებს ვიმართლებთ. აქეთ ამხარე და იქით ამხარე სიტყვაზე მასწავლებელი, სპეციალისტი და მშობელი. ესე არ უნდა იყოს. მე მესმის რომ მშობელს აქვს ბევრი პრობლემა, თავისი პრობლემებით შეიძლება კონდეს, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს უფლება, რომ აი ამაზე ესე ამას აუყვეთ და ჩვენ თავზე მივიღოთ თუნდაც რაღაცა ისეთი გამონათქვამები, რომელიც შეიძლება განერვიულებულმა მშობელმა თქვას. მშობლებს საშუალება უნდა ქონდეთ, იცოდნენ რა პროგრამაა, დაესწრონ აი ამ ხანდახან არის ხოლმე ზოგიერთ საბავშვოებში ვაფშე არ უშვებს ამ მშობლებს და არა ვარ ამის მომხრე. უნდა იცოდეს მშობელმა იქ რა ხდება. განათლების და განვითარების საკითხებზე სამწუხაროდ დღეს ისეთი ვითარებაა, რომ სკოლამ და საბავშვოებმა შეიცვალა ხალხო დანიშნულება. ეს აღარ არის მარტო ბავშვზე ფოკუსირებული, ეს უნდა გავარკვიოთ და გავიგოთ. ჩვენ მარტო ბავშვებს კი არ უნდა მივხედოთ. ჩვენ იძულებულები ვართ რომ მშობელსაც მივხედოთ, იმიტომ რომ ვიღაცამ უნდა გაანათლოს ეს მშობელი. არ აყავს არავინ განმანათლებელი, TikTok-ია განმანათლებელი, 1000 სისულელე წერია, შიგნით ნახევარი ტყუილი. ხა ამას წინათ კვლევებს უყურებდი აუტიზმზე და ADHD-ზე, TikTok-ზე და იმაზე რა ქვიან, Facebook-ზე, რა დამაზიანებელი fake ინფორმაციები ასე ვთქვათ, ცელდება. იმის იმედად უნდა იყოს მშობელი. შესაბამისად, საბავშვო ბაღი უნდა იყოს იმისთვის მორგებული და მერე სკოლა. სკოლამ და საბავშვო ბაღმა სოციალური ფუნქცია შეიძინა. არა მარტო აღზრდელობითი ხალხო და სწავლების. ამიტომ ამას უკვე დიდი ხანია ვიძახი. ეს უნდა გავიგოთ ჩვენ, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტის პირობებში საერთოდ სკოლის კონცეფცია და ადრეული განათლების კონცეფცია საერთოდ არაფერში არ ვარგა. ეს მარტო ჩვენთან კი არ არის ეს პრობლემა, მთელ მსოფლიოშია. მე რომ მკითხო ნაგავშია გადასაგდები მთელი განათლების სისტემა მთელ მსოფლიოში, იმიტომ რომ ჩვენ ვერც ვიგებთ რა ველში შევედით. ის რასაც ჩვენ ვამეცადინებ და ვასწავლით, აგერ არის ყველაფერი, კაცო. რა სჭირდება? შენ სხვა რამე უნდა ასწავლო და რა? ისმის კითხვა, ეგ არ ვიცით რა ვასწავლოთ თორე. და ადრეული ინტერვენცია. მე რომ მკითხოს ადამიანმა, ადრეული ინტერვენცია უნდა ხორციელდებოდეს საბავშვო ბაღის ფარგლებში. მე რომ მკითხო. რა არის ადრეული ინტერვენციის მთავარი მუღამი? რომ ბავშვისთვის ადეკვატურ გარემო რა არის ბავშვისთვის სახლი ან საბავშვო ბაღი. დღეს მე არ მომწონს ეს ტენდენცია და ამას ღიად ვიძახი, რომ ადრეული განვითარების პროგრამები ყველა თითქმის ხორციელდება ცენტრში. ეს ცენტრის ბრალი კი არ არის, მხოლოდ მშობელს უნდა რომ ცენტრში მიიყვანოს. მე გამომიკითხავს მშობლები, რომ ვეკითხები, რომ რად გირჩევნიათ? ცენტრში მირჩევნია. რატო, შვილო, რატო? გონია რომ ცენტრში რომ მიყავს, უფრო მეტ რაღაცას იღებს ბავშვი. ესე არ არის. ადრეული განვითარების პროგრამა მოწოდებულია, რომ ჯერ ეს ერთი მშობელი უნდა გააძლიეროს და მშობელმა კარები კი არ უნდა მიუხუროს, სახლში რომ მიყავს, ასე ვთქვათ, სპეციალისტი. ან საბავშვო ბაღში მასწავლებელი გააძლიეროს და სიტუაცია შექმნას. შესაბამისად, ადრეული ინტერვენცია ადრეულ განათლებასთან ერთად არის ძალიან დიდი იარაღი და ძალიან დიდი ძლიერი და რაც შეიძლება ადრე უნდა იყოს, უსაფრთხო გარემო უნდა იყოს და ჩვეული, თამაშით უნდა ვასწავლოთ, მშობლები უნდა გავაძლიეროთ და შესაბამისად ეს ადრეული ინტერვენცია უნდა იყოს დაწყვილებული ადრეულ განათლებასთან. მაშინ აქვს ეფექტი. მე რომ მკითხო. ისე არა აქვს, რასაც მე დღეს ვხედავ, არა მარტო აქ, მთელ მსოფლიოში ეგრეა და რომელიღაცა ქვეყნები მიხვდნენ ამას და დაიწყეს შეტანა ადრეული ინტერვენციის, ადრეული განათლების, ასე ვთქვათ, ინტეგრირება, რაც ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. ეხლა ადრეული განათლების მითები რა არის, რომ თავისით ისწავლის, კაცო, ეხლა სპეციალურად რატო უნდა ასწავლო? თუ ბავშვი შესანიშნავად ფლობს smartphones, კომპიუტერს, ტაბლეტს, ესე იგი მისი ინტელექტი კარგად ვითარდება და ეს არის ზღაპარი. კომპიუტერებთან ურთიერთობა ადრეულ ასაკში ავითარებს ბავშვის აზროვნებას და მეტყველებას, ეს არის ტყუილი. კომპიუტერით არა ხშირად მოდიან მშობლები და მეუბნებიან, ეს ჩემი სიტყვები კი არ არის. კომპიუტერით ბავშვი ჩვილობიდანვე ადვილად ითვისებს უცხო ენას, რაც ხელს უწყობს მის განვითარებას და ესეც არის ტყუილი.
ეხლა ამის საწინააღმდეგოდ ჩვენ რა უნდა ვიცოდეთ? იქიდან დავიწყებ, იმას დავუბრუნდები, რაც დავიწყე. სწავლობს ფუნდამენტით, შეგრძნებებით და მოძრაობით. თუ არ გაქანდა, ვერ ისწავლის, კაცო. ბავშვი სწავლობს მისთვის მნიშვნელოვან უფროსთან ურთიერთობის დედა და მამა არის მთავარი. მერე რო აღარ არის მთავარი, მერე გინდა რომ მთავარი გახდე და აღარა ხარ. სანამ ხარ, მანამდე უნდა გამოიყენო. ადრეული ინტერვენცია პრობლემის მქონე ბავშვის ადრეული განათლების საუკეთესო საშუალებაა. და შესაბამისად, აი 35% ეს ძალიან დიდ მესამედი წარმოიდგინეთ. თუ ადრეულ განათლების პროცესშივე ბავშვი იღებს შესაბამის დახმარებას, 35% ჩვეულებრივად მიდის სკოლაში. ხო, ეხლა ვისაც შეფერხება აქვს დაუშვათ ენის, ან მოტორიკის, ეს ეგრევე ცოტა ასტიმულირებ ამის განვითარებას და მერე პრობლემა აღარ აქვს. და რამდენ თანხას ეხა ეკონომიურად რო გადათვალო, რამდენ თანხას ზოგავ, ხო, ინკლუზიურ განათლებაშიც და ბევრ რაღაცაშიც. ეხლა ძალიან დაგღალეთ მე დავამთავრებ ეხლა, ხო, რომ კონტექსტუალური სწავლება და ინკლუზიური მოდელზე აღარ ვილაპარაკებ, ეს ბევრჯერ გიურთიერთიათ ამასთან დაკავშირებით, ადრეული ინტერვენცია უბრალოდ შედეგი რა არის ადრეულ განათლებასთან ერთად. აუმჯობესებს თვითშეფასებას, თავი მაჩანჩალა აღარ გონია ბავშვს და როცა შენ თავი მაჩანჩალა არ გონია, შენ თავს ამოტივირებ, აღარ გეშინია ახალი მოქმედების დაწყების. რამდენი ბავშვი იცით თქვენ საბავშვო ბაღშიც და სკოლაშიც, რომ უბრალოდ გეტყვის, რომ არ ვიცი. ამას ვერ გავაკეთებ, ან საერთოდ აირიდებს, იმიტომ რომ გონია რომ ვერ ისავს. ეს თვითშეფასების ბრალია. აუმჯობესებს ეს ბავშვის თვითშეფასებას, ავითარებს და ასტიმულირებს ენას და მეტყველებას. მომავალში ნაკლებია მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების ალბათობა. მოქმედებს როგორც ბიოლოგიური ბუფერი. ბუფერია ეს. ცვლის თავის ტვინის, გითხარით მე ხო რომ იცვლება ტვინი. თეთრი ნივთიერების სიმკვრივე გაზომილი აქვს ხალხო. კვლევებში, რომ მატულობს თეთრი ნივთიერების სიმკვრივე რა არის? მიელინი. ანუ რითიც გადაეცემა იმპულსები. წარმოიდგინეთ, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი კავშირი ყალიბდება. ამცირებს ტექნოინტერფერენციის ეფექტებს. ეს არის ახალი სიტყვა, რომელიც ნიშნავს ტექნიკით გამოწვეულ ინტერფერენციას, ანუ შეფერხებას განვითარებაში, მეგობრებო. ანუ ციფრული მოწყობილობებით გამოწვეული შეფერხებების ელიმინაციას ახდენს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ვეწინააღმდეგებოდი. მე ერთი პერიოდი საბავშვო ბაღში ტელევიზორები რო დაკიდეს, იმიტომ რომ მასწავლებლებს დაესვენათ. და სკოლისათვის მზაობისთვის რა მინდა რომ გაითვალისწინოს ყველა მშობელმაც და მასწავლებელმაც, არა ის რომ წერა-კითხვა ისწავლოს, ემოციურად და ქცევით რამდენად მზად არის. აი რამდენი მშობელი მოსულა, კარგად სწავლობს რა გინდა. და აქცია კლასი გარშემო. ვერც იმპულს ვერ იკავებს, ვერც ქცევის რეგულაცია ვერ აქვს, არც მითითებას არ ასრულებს. და ესეთ ბავშვებს ვერ იტანს ვერავინ. და ესეთი ბავშვი არის ტრაგიკული ბავშვი, მაგის ინტელექტი ვის აინტერესებს. და ესეთი ბავშვების რაოდენობა მატულობს ხალხო. და ამიტომ მნიშვნელოვანი ემოციურ-სოციალური ურარების განვითარება. ბავშვს, რომელსაც შეუძლია ემოციური რეგულაცია და თანამშრომლობა და ქცევის თვითმართვა, არ აქვს პრობლემა. თუნდაც ვერ სწავლობდეს, აი მეორე უკიდურესობაა, კიდე მეხუთე კლასელი ბავშვი მოყავთ და მშვენიერი ბავშვია გეუბნება მასწავლებელი და მშობელიც. იმიტომ რომ დარეგულირებული ქცევა აქვს, მაგრამ ვერც ჩვენ აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ ვერ კითხულობს და ვერ წერს წესიერად. ანუ ნახეთ ისეთი ბავშვები, რომლებიც კარგად ახერხებენ თავისი ქცევის რეგულაციას და ადაპტაციას, საერთოდ არ ეტყობათ, რომ რამე პრობლემა შეიძლება ქონდეთ, რაღაცნაირად აგვარებენ თავის პრობლემებს. ეხლა თანამედროვე უბედურ მშობელს რა გამოწვევები აქვს საწყალს? დროის დეფიციტი და მუდმივი შფოთვა. ეს არის ორი დიდი მტერი საწყალი მშობელის და ჩემი რჩევაა ხოლმე ყოველთვის, რომ ყველაფერს ვერ მოასწრებ რა. ეს პერფექციონიზმი უნდა დავივიწყოთ. აი პრიორიტეტების გამოყოფა არის ზოგადად ჩვენი საზოგადოების პრობლემა. და დაღლილობა გაქვს ამიტომ, რომ შენ გინდა რომ ყველაფერი, ესე იგი, სახლის დაალაგებული კონდეს, ბავშვებიც ესე იგი, ისე სამსახური არ გამოდის, ეხლა რაღაცა უნდა მიაგდო ცოტა ხანი.
და არაფერი არ მოხდება. მშობლებს ვეუბნები ხოლმე რომ დაივიწყე სახში რომ მოდიხარ და რაღაცას იმების დაუთოვება და რაღაც დაივიწყე ხა სამი ბავშვი რო ყავს სახში და არეულობა როა სახში რაც არ უნდა ალაგო ხო იქნება ეს არეულობა და ეს ერთი და მიაჩვი ბავშვები დაალაგონ თავიანთი არეული ანუ ეს პრიორიტეტები დროის დეფიციტი და მუდმივი შფოთვა არის აი სამი გველეშაპი რომელიც ამ საწყალ მშობლებს აი ესე ჭამს და ბავშვისთვის ემოციური მისაწვდომი აღარ ახარ. იქ შეიძლება მთელი დღე იმის გვერდზე იყო. ემოციური მისაწვდომობა სხვა რამეა. ანუ არც ტელეფონში არ იყურები და უსმენ რას გეუბნება და არ ეუბნები ხა მოიცადე კაცო შენი თავი არა მაქვს ან სისულელეს ნუ მელაპარაკები. ანუ შენთვის მნიშვნელოვანია რას გეუბნება და რას გრძნობს. ეს შეიძლება იყოს 10 წუთი, აი უკურთ ხოლმე მშობლებს რო ვიძახი რომ 10 წუთია საკმარისი ხალხო 10 მეტი არა აი სინქრონიზაცია შენი და შენი შვილის ტვინის არის საკმარისი 10 წუთი რომ იქ ახარ იმასთან მორჩა მეტი არ გჭირდება 10 წუთი არა გაქვს რო ვეკითხები მშობელს ცოტა უკურთ ხოლმე ამას რო ვეკითხები და მე რეგ დანაშაულის განცდა სულ და დანაშაულის განცდას რითი გამოისყიდი აბა უყიდი საჩუქრებს განსაკუთრებით მამები შესაბამისად რომ არ ახარ იდეალური მშობელი რო დროს ვერ ატარებ და ეს არის დამღუპველი ვერ იქნები ეს იდეალური მშობელი კაცო ვერ ამისათვის ეს ჩემი სიტყვები არ არის ვინიკოტი იყო ძალიან მაგარი ფსიქოთერაპევტი იმ მშობლებისთვის აქვს მთელი სერია და აი სპეციალისტებს ურჩევ რომ წაიკითხონ ის ეუბნებოდა რას ნიშნავს საკმარისად კარგი მშობელი აი საკმარისად კარგი მშობელი არის საკმარისი რომ შენ არ გავიწყდება არჩენი თავი საკუთარ თავზე ზრუნვის დეფიციტი რო გაქვს და ერთმა მშობელი მოვიდა და მეუბნება ეხლა ეგეც ძალიან საინტერესოა რომ კონფლიქტი მაქვს ჩემი ოჯახის წევრებთან და რატომ ეთქი და ფსიქოლოგმა მითხრა რომ შენ თავზე იზრუნეო ხო და ეხლა გადავწყვიტე ჩემ თავზე ვიზრუნო და დავიკიდე ესენი სულ ყველაო ხო და მაგას გულისხმობდა მეთქი აბა ურასონე დაო ხო და მე ვეცადე რომ ამეხსნა და მე გაიგო რომ საკუთარ თავზე ზრუნვა იმას კი არ ნიშნავს რომ ესე იგი კლუბებში და ბარებში იარო საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და არ უნდა გამოენთო და წელში არ უნდა შეუვარდე როცა არა გაქვს თავი რომ უნდა მოზომო შენი ძალები რომ ყველაფერი გადაანაწილო დაგეგმო და რუტინა კონდეს შენ თუ არა გაქვს რუტინა ყოველდღიური გეგმა შენ შულსაც არ ექნება ამიტომ აი ეს რეფლექსია ანუ შენი თავის ანალიზი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ძალიან მადლიერი ვარ ხოლმე ისეთი მშობლების რომლებსაც ეს აქვთ და ისე ნახევარსაქმე გაკეთებული აქვთ უკვე ესეთ მშობლებს რომ აი რეფლექსია რო აქვს რატო შეიძლება რაღაცეები მოხდეს ან რატო განცდა ესეთი აქვს უკვე ნახევარი საქმეა გაკეთებული და შესაბამისად ეს ყოველდღიური ტექნოინტერფერენცია როგორ უნდა დავძლიოთ შენ ხოს ტელეფონზე ხარ დამოკიდებული სპეციალურად შეიძლება შევქმნათ აი ესეთი ზონები უეკრანო მაგალითად საძინებელი აი ყველას აქვს საძინებელში ტელევიზორი და გამოიტანე მე არ მაქვს საძინებელი გამოიტანე ეს ტელევიზორი მე პირველი გავაკეთე საძინებელი გავანთავისუფლე ეს ლურჯი სინათლე გაგზნებს შენს და ბავშვსაც ანუ ბავშვს აქვს მაგალითი შენგან რომ ყველა ვტოვებ ჩემოსავლოში დასატენად ტელეფონებს თუ რავიბე რაღაცას სადილის დროს აი ხშირად აჭმევენ ბავშვებს ტელეფონით კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იძახის საწყალი მშობელი რომ შეერი და დარჩეს ჩემი გაგებით 3 დღე მიშიმშილები ეგრე ბავშვი არაფერი არ მოსულია მშობელს ვეუბნები რომ მე გადავიხდი მისი ჰოსპიტალიზაციის თანხას თუ რამე დაემართება ვიღებ პასუხისმგებლობას არაფერი არ მოსდის ნამდვილად ანუ მიეჩვია ესე არიქა გაღებული აქ პირი უყურებს იმას და ასე არაფრით არ შეიძლება ჭამის დროს, თამაშის დროს, ტელეფონისგან თავისუფალი გარემო უკვე არის ტექნოინტერფერენციასთან კარგი ბრძოლა. ცოცხალი კომუნიკაცია კიდე ერთხელ ვიმეორებ, არა გაქვს ხო დრო, ჩვილია ბავშვი 10 წუთი ხო გაქვს.
ხო შეგიძლია რომ სურათები დაათვე თითით აჩვენო ესე 10 წუთი მეტი 5 წუთზე მეც მაინც არ გაგიჩერდება პატარა ბავშვი ენობრივი გარემო შექმნა და გამდიდრება ელაპარაკები აი ხო აცმევ აჭმევ ასეირნებ რა ნუ აცთენ დროს დაელაპარაკე მაგ დროს კაცო ჩუმად აი დაკვირვებული ვარ ეხა ამ ვაკეში ხო ძალიან ბევრი ექსპატია ზოგი რუსი ზოგი ინგლისელი ზოგი აი ბევრი ცხოვრობს ეხა ჩვენთან ამ ონლაინზე ვინც მუშაობს აი ვაკვირდები ხოლმე ამ მშობლებს რა ქართველი მშობელი მოდის მამაკაცის და ქალიც აი ესე მოყავს ბავშვი უკან მოჩანჩალებს თვითონ მირბის წინ ეს ბავშვის ტემპი რომ ბავშვი ეგრე შენი დიდი ნაბიჯები თუ ვერ დადის ესე იგი ეს უცხოელი რომ მოდის ხო ესე გვერდზე მოდიან თუ კაცი თუ ქალი ტვინს უჭამს ამ ბავშვს ელაპარაკება ხოდა ჩვენც ხო შეგვიძლია ეგრე გავაკეთოთ ქუჩაში როცა მიდიხარ მიყავს ბაღში აი ძალიან მაგარი მაგალითებია ხო მე ავტობუსით გზავრობ მე ვარ ფეხით მოსიარული ადამიანი და პრინციპიალურად ხო და გზავრობ ავტობუსით და ვუყურებ ეხა დილით როგორ მიყავთ ბავშვები მშობლებს საბავშვო ბაღში დედა გაჯეთში ბავშვიც გაჯეთში მაგრამ ეხა ამ საწყალ ბავშვს უნდა რაღაცა დაინახა აქა და უნდა რომ ამ დედას გაუზიაროს იმ სხვა რა მოყოფს 100 წელი იქიდან თავს ესეთი აი გატანჯული სახით აქ უყურებს ეს დოპამინი გამოეყოფა და ქებაინც რაღაცა ცოტა რაღაცა სიამოვნება მიიღოს და ეს ბავშვი ესე ხელით ესე კრავს რომ უნდა რომ აი ძალიან ენასკბილს ვაჭერ ხოლმე რომ არ ვუთხრა ამ დედას რომ ამოყავი თავი ამ ტელეფონიდან და შეხედე ამ ბავშვს რომ ის მომენტია დრო არა მაქვს რას ნიშნავს ავტობუსში ხო გაქვთ რო ნამდვილად აი ეგ მომენტებია სულ მეტი კი არ გჭირდება ბავშვს მეტი არ ჭირდება ემოციური რეგულაციისთვის რომ სინქრონიზაცია მოახდინა თავისი საყვარელი ადამიანის ემოციურ სფეროსთან შესაბამისად ეს არის მთავარი ხალხო ერთხელ აცდები ორჯერ მე აღარც მოგაკითხავს მე გეუბნება მშობელი რამე შველება იკეტება თავის ოთახში ვერც ვიგებ რას შვება მაგიტო ერთხელ მოკაჩა ორჯერ მოკაჩა ხუთჯერ მოკაჩა და არ რეაგირებდა რა ქნას და როდის რეაგირებ აბა რა ჭამე გაკვეთილები მოამზადე რა ქენი დაისვარე გცემეს ესე მოხდა ეკითხები დაკითხვის ფორმა გაქვს ხო კონტროლის ფორმის კითხვები გაქვს და რკითხე ერთხელ რომ არ რას გზნობ შვილო ან რა გაგიხარდა დღეს სკოლაში ან რა ხო შეიძლება კითხო ამიტომ ეს არის ყველაზე მთავარი დღეს ბევრად უფრო მთავარი ვიდრე ამ ბავშვების შემეცნება და მეორე დახმარება აუცილებელი რომ დამოუკიდებელი იყოს ყოველდღიურ აქტივობებში 2 წლიდან ხალხო ამას რო ვიძახი ესე იყურებიან ეს მიყურებენ ეს შობლები როგორც იგი ინკვიზიტორს რომ ბავშვი უნდა გავაწვალოთ ხო პატარა ბავშვი ჯერას ერთი ფეხით უნდა დადიოდეს და ხელში არ უნდა აიყვანო 2 წლის ასაკში და ხელშიც უნდა ეჭიროს რაღაცა თავისი პატარა ჩანთა და შიგნით რაღაცა ედოს ერთი კარტოფილი თუ ერთი ხახვი უნდა ჩაუდო რომ იმასაც მოაქვს და უნდა 2 წლის ბავშვმა თქვენ რომ ნახოთ რეები წერია ამ საერთაშორისოსთან ამოღებული მაქვს ყველაფერი რომ არც ერთი ბავშვი არ აკეთებს ამ საქართველოში და არ არის ჩვენი პოპულაციისთვის ადეკვატური და რა გავაკეთო არა და ძალიან უყვართ პატარებს ხო და ამ დროს პატარა ბავშვი უკან დაგდევს ხო რომ ისიც იჭერს ამ ჩვარს და ნერვებს გიშლის რომ უნდა რომ რაღაცა ქნას და აკნევინე როგორც შვება კაცო მხარდაჭერა ისწავლოს დაბრკოლების და სტრესის გადალახვა და ეს არის კიდე ერთი ჩვენი ფსიქოლოგების ბრალი მე რომ მკითხო პოზიტიური ფსიქოლოგია არის მოდაში ჩვენი და პოზიტიური მშობლობა. ეს პოზიტიური ფსიქოლოგია და მშობლობა კი არ არის ტკბილი და მურაბა იყო მარტო და ყველაფრის უფლება მიცე ბავშვს და თავზე ასე იგი გადადიოდეს ეს ბავშვი და არ იცოდეს არც ჩარჩო, არც წესი, ეს არ არის პოზიტიური მშობლობა და არც პოზიტიური ფსიქოლოგია არ არის რომ ვაიმე სტრესში არ ჩავადეს, ავარიდოთ ყველანაირი სტრესი, ყველანაირი სტრესი არ აქვს, მარტო გვტარს.
ოღონდ მართლა სტრესი საერთოდ სუბიექტური მდგომარეობა იცით თქვენ ეგა სტრესი არ არის ობიექტური მდგომარეობა სტრესი არის ისეთი მდგომარეობა ორგანიზმის როცა შენ აფასებ შენი რესურს აღემატება მოთხოვნა თუ არა მე თუ ჩავთვლი რომ თქვენი მოთხოვნა ჩემ რესურს აღემატება სუბიექტურად მექნება სტრესი რატო გენაცვალე ეგება არ აღემატება ამიტომ ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს აი წაგება ვაგებინებ ხოლმე ჩემ შულს იმიტომ რომ ისტერიკა რატო იჩავარდეს ისტერიკაში აფე არ მოუვა იტიროს რა მოხდა მე ბავშვი მაგისთვის არის რომ ტირილიქს ასარგებლოა ბავშვისთვის ანუ დაბრკოლების გადალახვა სტრესის დაძლევა აი ხანდახან არის მიცვალებულზე იძახიან რომ არ მივი რატო არ უნდა მიიყვანო თქვენ ვერ წარმოიდგენთ ბავშვები როგორ ნატურალურად და ბუნებრივად და კარგად აღიქვავენ აი ამ ყველაფერს სიხარულსაც და გლოვასაც გლოვა არ უნდა ნახოს ბავშვმა ცხადია უნდა მოამზადო წინასწარ ცხადია უნდა აუხსნა მოამზადო მერე ფოთვა აღარ აქვს და როცა არ ნახავს კითხულობს საწავიდა ბაბუა ცაში იმ ცაში მე ელანდება რაღაცეები კაცო ხო და რატო უწევთ ფოთვას ხო დაინახა დაასრულა მოქმედება აღარ არის ჩვენთან მეხსიერებაშია ჩვენთან ან მაგალითად რო შორდებიან მშობლები ძალიან პროსტუს კი არ ვეუბნებით აბა რო არ მოდის ეს თქვენი ყოფილი მეუღლე სახში რას ეუბნებით მე ვთქარი სად არის მამი ხო და ფოთვა აქვთ ბავშვებს საშინელი მერე და ძალიან მარტივად შეიძლება აუხსნა რომ და ბავშვებს დანაშაულის განცდა აქვთ გონიათ რომ ის мама გაბრაზებულია მაგაზე დედაზე კი არა და მე დედაზე ბრაზდებიან ეს საწყალი დედა ხო ყველაფერში დამნაშავეა რომ დედაზე აქვთ მე აგრესია და რატო როცა შეიძლება მარტივად აუხსნათ ხო ანუ ეს მაგალითები მოვიყვანე იმისთვის რომ დაბრკოლების გადალახვა და სტრესის დაძლევა ბავშვებს უნდა ვასწავლოთ აბა რისთვის ვამზადებთ შენ ამბრაზურასავით როდემდე გადაეფარები ამ შენ შვილს კაცო უნდა ისწავლოს ეს შენი დახმარებით ცხადია აი ემოციური რეგულაცია და სოციალური კომპეტენციები აღმასრულებელი უნარები და აი ეს ორგანიზების უნარი ეს არის მთავარი ეს არის საწვავს ვეძახით ჩვენ ამას და ტექნოინტერფერენციის და დიგიტალური ინტოქსიკაციის პრევენცია ხდება ამეებით ეხლა რაც მე თქვენ მოგიყევით მადლობა ეხლა მე მგონი უნდა დავასვენოთ ჩვენი სტუმრები, თორე ძალიან დავუღალე. თქვენ თუ დაასრულეთ, მე 1-2 სიტყვით განვაგრძობთ შეიძლება. კი ბატონო. პირველ რიგში მე მგონი ყველა მისიამოვნეთ. სწორი აქცენტები მოხდა მართლა გულწრფელად, რის გამოც დღეს იყო ეს შეკრება დაგეგმილი და ქალბატონთან ზუსტად ის აქცენტები გააკეთა, რაც ჩვენ გვინდოდა, რომ უფრო მეტად საზოგადოებას არა მარტო როგორც ჩვენ ბაღის წარმომადგენლებისგან მოესმინა, არამედ ქალბატონი თამარისგან, როგორც ნეიროფსიქოლოგისგან და კომპეტენტური ადამიანისგან, რომელსაც შეხება ყოველდღიურად ამა თუ იმ საკითხებთან. ეხლა დასაწყისში გვინდოდა, მაგრამ თადარიგი ვერ დავიჭირეთ. აი ზუსტად ის მომენტები და აქცენტები, რაც ქალბატონმა თამარმა ახსენა, აღენიშნება ჩვენს ბაღში, ჩვენს დაწესებულებაში და საერთოდ იდეა ფიქსი რატომ იყო რომ დღევანდელი შეხვედრა გაკეთებული იყო, რომ ჩვილობიდან, მუცლყოფნიდან რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის უკვე მზაობა და ჩართულობა, იმიტომ რომ გვაქვს უნიკალური სტუდიური გაკვეთილები ჩვილების, როგორც ქალბატონმა თამარმა აღნიშნა, რომ ჩვილების თერაპია გავაკეთეთო და სხვადასხვა თერაპიები უფასოდ შევთავაზეთ მშობლებს და არავინ დაინტერესდაო, ჩვენ მსგავსად გვაქვს და ვნერგავთ უკვე რამოდენიმე წელია ჩვილების სტუდიას და ზუსტად როცა ამას ვთავაზობთ, მშობლებს გვეუბნებიან, რომ ჩვილია პატარაა და არ ესმის და სამწუხაროდ ვაწყდებით სხვადასხვა სირთულეებს. მე მინდა რომ განახოთ ჩვენი ესეთი რატო არ ვიდეო? რომ თხოვოთ? რატო? მოწადოთ. აბა ხوار ვცადოთ კიდევ. რომ დავურეკო იმაზე მიეცით რომ კონტროლ ვა ქალბატონი თამარის ხომ მიდიოდა? კი. აბა
ნო, პულტიდან, აი პულტიდან რო ჩართო. ლანდრო აწერია ის მეცით და კოცავ. აი მე მგონი ჩაერთო. კონტროლ 8 სად არის? მოდი დავრეკავ და შემოვიყვან. ხო. მე მგონი გებისი გააქვს საუბარი სტუდენტებს და ჩვენ შემოვიყვანთ. კეთილი. და ასევე მე მაშინ მართლა გავაგრძელებ საუბარს, რომ ჩვენს მორგებულ სიტუაციაში ვისარგებლო ამ არაჩვეულებრივი მდგომარეობით. ასე რომ ჩვენთან ბაღში არის უნიკალური შეთავაზება, სადაც ჩვილობიდან ჯაჭვური რეაქცია გვაქვს, ასე ეძახით, ჯაჭვურად გადადის. ჯერ ჩვილი და მშობელი, შემდეგ მშობლის და ბავშვის სტუდიური გაკვეთილები გვაქვს, სადაც მშობლებს ვუხსნით, რამდენად როლური მაგალითები არიან ბავშვებისთვის, რომ ბავშვთან ერთად მოვიდნენ. ზოგს ფოთვა აქვს, მართლა სეპარირება უჭირს ბავშვის, რომ ბავშვი მარტო დატოვოს შემდეგ ბაღში, ან ამბობს, რომ აი სავარაუდოდ ეს გაუჭირდება, არ გამოუვა. ანუ შესაბამისად, ჩვენ ნაცვლად ვთავაზობთ მათივე ჩართულობით, რომ მშობელმა შეძლოს ბავშვთან ერთად მიიღოს მონაწილეობა. ასწავლოს როლური მაგალითით, მისივე მაგალითით, თუ რამდენად შესაძლებელია სხვადასხვა აქტივობებში, სხვადასხვა ეს იქნება სენსორული თამაში, მოტორული გასანვითარებელი აქტივობა, რომ იქ რაღაცა სხვადასხვა ნივთიერებებს თუ კი შეეხებიან სამწუხაროდ, რადგანაც ბავშვებს არ აქვს შეხება მიწასთან, წყალთან, ხშირად ან მართლა მშობლები არიან, აქცენტებს აკეთებენ და პრიორიტეტებში, რომ ბავშვი არ დაისვაროს მაქსიმალურად. ანუ როცა მშობელი აკეთებს მსგავს აქტივობაში ჩართულობას, შემდეგ შესაბამისად ბავშვსაც ძალიან უადვილდება მსგავს რაღაცებში მონაწილეობის მიღება. ამიტომ გარდა მაგისა, რომ მოდიან მშობელთან ერთად და ღებულობენ მონაწილეობას, ჩვილობაში ინფორმაციას ვაწვით, როგორი სენსორული თამაშებია, მაგალითად ძალიან კარგი ბავშვი და მშობელის, რომ ერთად მოხდეს. სამომავლოდ მე სახში როგორი ტიპის თამაშები გააკეთონ, ცოცვას როგორ შეუწყონ ხელი, შემდეგ მობღაუჭებას როგორ შეუწყონ ხელი, რომ ბავშვმა მე მარტივად აიდგას ფეხი და გადავიდეს სხვა ეტაპზე განვითარების. ამიტომ კიდევ ერთხელ უფრო დავწმუნდი, რომ ამ ყველაფრის ხმამაღლა უფრო აქცენტების გაკეთება და ლაპარაკი საჭიროა, რადგანაც საზოგადოებას მართლა ძალიან უჭირს ამ ინფორმაციის მიღება. ეხლა არ ვიცი რამდენად გამოგვივა, რომ ჩავთოთ კამერა, მაგრამ ეხლა პატარა შესვენებას რომ გავაკეთებთ, მე ვფიქრობ ამასობაში მოვახერხებთ. მოვახერხოთ, აი მოვიდა და მინდა რომ აი ნახოთ ჩვენი ეს ჩვილების სტუდია რამდენად სასიამოვნო საყურებელი ამ მშობელთან ერთად სტუდია, სადაც მაქსიმალური სწორად აღნიშნა აქცენტი, რომ მშობელი, ბაღი, სკოლა და ბავშვი ეს არის ერთი ჯაჭვი. ანუ არის რომ გონიათ რომ ყველაფერს ბაღში დაისწავლიან, იმის გაგრძელება თუ სახლში არ მოხდა სამწუხარო და თანამშრომლობა მშობლის და დაწესებულების შორის არ მოხდა ჯანსაღად ინფორმაციის გაცვლა, შესაბამისად ბავშვთანაც ეს შედეგი ნაკლებად დაიდება, მაგრამ არაჩვეულებრივი შედეგები გქონია, როცა მშობელი ჩართულია და ჩვენთან ინფორმაციის გაცვლით მერე იმას სამიმართულებაზე ჩვენ ვაძლევთ, სახლში აკეთებენ გაგრძელებას. მართლა ძალიან საინტერესო შედეგები ყოფილა და მე მგონი აი ეხლა შევძლებთ რომ ვნახოთ თვალსაჩინოების სახით თქვენს რო დაინახოთ რამდენად სასიამოვნოა ჩვილებთან ერთად ამ მშობელთან ერთად ეს სტუდიური გაკვეთილები. ნახეთ რა საყვარლები არიან, სადაც აი აქ სხვათა შორის მეც ვიღებ მონაწილეობას, მე თვითონ ჩემი შვილებთან ერთად გამომივლი ეს პერიოდი. ჩართულები არიან, თითქოს ვითომ არაფერი ელემენტარული აქტივობებია, მაგრამ აი ეხლა ბურს როგორ გააყოლებს თვალს, როგორ მიიღებს მონაწილეობას, როგორ აი ნახეთ როგორ ეს ჩემი პატარა. აი ნახეთ აი ქალბატონმა თამარმაც აღნიშნა თითის გაყოლებაზე, რამხელა ვითომ არაფერი თამაშია, ბუშტი გვიჭირავს ხელში და ვაყოლებთ და ვაჩვენებთ პატარას, მაგრამ რამდენი რაღაცის მომცემია ეს, რამდენად შეუძლია. აი მაგიტომ ვამბობთ, რომ ვფიქრობ ძალიან სანახაობრივი დასამახსოვრებელი მომენტების გარდა ანუ რამდენად მნიშვნელოვანი და სასიამოვნო, ანუ გაუფასურება რო არ მოხდეს და ნამდვილად სასიამოვნოა მათი დაკვირვებაც მშობლისთვისაც და შემდეგ ამას განვითარების მხრივათაც ძალიან დადებითი მომენტები მოყვება. ეს არის ჩვენი ჩვილების სტუდია. ეს უკვე საოჯახო სტუდია, მშობელთან ერთად რომელიც მიმდინარეობს სენსორული და მუსიკალური აქტივობებით. დიახ, მშობელთან ერთად სტუდია ეს მოიცავს, როცა ბავშვი და მშობელი ერთად მოდის,
როგორც აღნიშნე, არ მშობელი არის როლური მაგალითი, რომ თავდაჯერებულობა მეტად შეძინოს ბავშვს, დაეხმაროს, რომ ნახეთ როგორი სხვადასხვა აქტივობებია, რაც ეზოში არ აკეთებენ, სხვადასხვა ცენტრებს ახვედრებს ხოლმე მასწავლებელი, ეს იქნება სენსორულად, მოტორულად, იქ საღებავში, იქ ქვიშაში, მიწაში, წყალში და აქედან სხვათა შორის როცა მოდიან ხოლმე მშობლები, ჩვენვე უკვე საჩვენოდ უკვე ვაკეთებთ პატარა ფორმულირებას. სადა აქვს პატარას დახმარება ესაჭიროება, მე მშობელს ვეუბნებით, მაგალითად იცით რა, აი სახში უფრო მეტი ბრინჯი, წიწიბურა აიღეთ, ათამაშეთ, ანუ იქ სხვადასხვა ქსოვილებზე მოაკიდინეთ ხელი, უკვე მომცემია ხოლმე და ინფორმატიულია თუნდაც ეს სტუდიური გაკვეთილებიც მშობელთან ერთად. მე მგონი ძალიან საინტერესოა და ნამდვილად დასაკარგი არ არის და მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის ეს მომენტები. ეს ვარიანტი. ხო, აი ამისი ჩვენება მინდოდა თქვათ ის რომ თვალნათლი ყოფილიყო რომ ჩვენთან რეალურად ბათუმში ესეთი უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, ასე რომ თუ კი დაინტერესდებით ხო, ესეთი ჩვილების თბილისშიც არა არ არის. და აი ეს ხა ამაზე აი ხშირად არის ხოლმე კითხვა სხვათა შორის რომ წინათ ესენი რო არ ქონდა ბავშვები რა არიზდებოდნენ? ვიზდებოდით? კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ წინათ და ეხლას ვერ შევადარებთ. იმიტომ რომ წინათ ჩვენ მთელი დღე ქუჩაში ვიყავით. ოღონდ მართლა. ეზოში ვიყავით და ვთამაშობდით. ეხლანდელი ბავშვი ეზოში არ არის. არ თუ არის ეზოში ხო ვუყურებ ჩვენ ეზოში ხა ბავშვებს. ასე ჩამოდიან, თუ არ გააგდებინე ის რაღაცა, ვეუბნები იმ დღეს რეზინობანა ვითამაშოთ, მეთქი შემომხედეს ვიღაცა. ბებია, მოვიდა ვიღაცა და რა არისო რეზინობანაო? გონი არც კლასო არაფერი არ იციან, ნუ კიდე კაი რაღაცა ბურთის მოედანია ჩვენთან და მეზობლები ჩხუბობენ, ბავშვები ყვირიანო. კი. და ბურთის ხმაურიაო. ანუ ეს არ არის ის დრო და ამიტომ ჭირდებათ ჩვილობიდან აი ესეთი რაღაცები, იმიტომ რომ ბუნება ამას მოითხოვს. ეხლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ 1000 წლის მერე სხვანაირი ტვინი გვექნება ზუსტად ვიცი. იმიტომ რომ ნელა იცვლება ეს ეპიგენეტიკა ძალიან და ეხლა არა გვაქვს ეგეთი და შედეგი გვაქვს ძალიან აი ხშირია რომ აი ბავშვი მშობელი გეუბნება არაფერს არ მიჯერებს, მანდამაი წავა უნდა ტლაპოში ჩაწვეს, ქვას ხელი მოკიდოს. აი ესეთ თამაშებს რო ეთამაშები და შენ რო ჩააწვენ ტლაპოში და ქვებზე ხელს მოაყიდებინებ, ქცევის მართვას თვითონ შეძლებს და ნერვებს აღარ აგიშლის, იმიტომ რომ ეს დაკმაყოფილებული აქვს უკვე. დაკმაყოფილებულია. კი, ნამდვილად სხვანაირი ინტერესითაც ერთებიან, როცა მოდიან ყოველ მოსვლაზე, აი ეს მშობელთან ერთად სტუდიო როცა არის, სხვადასხვა ცენტრებს ახვედრებს ხოლმე მისის ნონა. ერთი არის მაგალითად შეიძლება წყალი იყოს, კაფი იყოს, აქეთ სახატავი იყოს. ხო და თვითონ სახში შეუულია მშობელს ამის გაკეთება. სულ არ არის რო ვეუბნები მშობელსო არ არის. ეხა ისეთი ძვირი ღირსა, ნუ ყიდულობ ამ ძვირფას ათამაშოს, რა პრობლემაა? აიღე გირჩი, აიღე მისი, რა ქვია, კაფი, აიღე ქვები, აიღე გირჩები და პოთლები. და საკმარისია სრულია. აი ჩვენ გვიხარია რომ ეს ინტერესების კვეთა არის, აი ეს არის მუსიკალური აქტივობა, ასევე რომელიც მუსიკალური თერაპიაც არსებობს, თურმე რომელზე ჩვენ არ ვიცოდით, მაგრამ ჩვენ გვაქვს უნიკალური მუსიკალური აქტივობა, რომელიც არაბანალური მუსიკალური აქტივობა და სულ ამბობ რომ უნიკალურია თქო იმ ხრივ, რომ ბავშვს გარდა იმისა, რომ ეს ეხმარება, რომ სხვადასხვა რიტმულ მომენტებს ააყოლოს, ყველა ინსტრუმენტის მრავალფეროვნებას გებულობს, იმიტომ რომ თემატურად გვეცვლება ხოლმე მუსიკალური აქტივობები, გარდა იმისა, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტთან შეხება, უბრალოდ აქ არის უკავშირი მშობელს და დაწესებულებას შორის, რომ მშობელმა ამისი ინტერესი სწორად დაინახოს და მიმღებლობა ინფორმაციის სწორი ქონდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეალურად ის თითოეული აქტივობა. მე ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ ვნახულობთ მოსალოდს ბარათებს, წარწერებით, ლექსებით და ჩვენგან შეიძლება წაიღონ იქ რაღაცა ნაჯღაპნია, იქ მითითχνილია, აქეთ და ვეუბნებით, რომ თავიდანვე როცა გასაუბრებაზე მოდიან, რომ მაქსიმალურად მითითხრილი უნდა წაიღოთ. დიახ, რომ ვერ დაწერს 2 წლის სხვათა შორის ესეთი აი მუსიკალური გაკვეთილები ენის განვითარებასაც უწყობს ხელს ძალიან. კი ბატონო. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა. ეხლა პატარა შესვენება შეგვიძლია გავაკეთოთ. დავისვენოთ ეხლა.